Საამშტობისა მოგესალმებით ყველას, როგორც დაგბირდით, ვაგრძელებთ საუბარს სულიერი კანონის შესახებ, წმინდა მარკოს მონაზონისა, ეტაპობრივად ნელ-ნელა მივყვებით, მოგლეთ ამ საკითხებს და პირველ რიგში მინდა ყველას მოგილოცოთ შობის წმინდა მარხვის დაწყება, ერთმა სულიერი სიმტკიცითა და განწმენდით გაგვატარებინოს ეს მარხვის ფართო ასპარეზი. მცირეს გეტყვით უბრალოდ, შობის მარხვის შესახებ, უბრალოდ, თორე ეს ხომ მომზადებაა შობისთვის, ქრისტეს შობისთვის ვემზადებით ჩვენ და ხშირად ვიტყვიან ხოლმე, სასულიერო პირები ვიტყვით ხოლმე და გეუბნებით ხოლმე, რომ მაგალითად გული უნდა გავამზადოთ, რომ ჩვენს გულში იშვას ქრისტე. რას ნიშნავს ეს ზოგადად, ხო? ადამიანი კითხულობს, ჩვენს გულში უნდა იშვას ქრისტე და ეხლა აქ ადამიანი იწყებს უკვე მსჯელობას, რას ნიშნავს ეს, რა არის, რანაირად უნდა იშვას ხელმეორედ ჩემთან ქრისტე, რა შეხება, როგორ არის და ხა მე მინდა გითხრათ უბრალოდ, რა არის ქრისტეს შობის დღესასწაული, რა ასპარეზი არის, ისთვის ვემზადებით ახლა, რა სიტყვებია ესენი, რომ ჩვენი გული უნდა გადაიქცეს ბაგად, სადაც მოკლედ მაცხოვარი უნდა იშვას. რა არის, რა სიტყვებია ეს, როგორ უნდა გავიგოთ. პირველ რიგში ადამიანს რა ცოდნაცა ქრისტეს შესახებ, იქ ხდება მისი შეხვედრა ღმერთთან. მაგალითად ადამიანს შეიძლება ქონდეს ისტორიული წარმოდგენა ხო ქრისტეზე, თქვას რომ ქრისტე იშვა ამა და ამ დროს, ამა და ამ წელს მოკლედ და ისტორიული ფიგურა იყო, ხო? მისი შეხვედრა, ქრისტესთან იქნება მხოლოდ ისტორიული. რო კითხო ადამიანს, რითი დაადასტურებ, რომ ქრისტე იშვა და ის მოგიყვანს ისტორიულ ფაქტებს, რომ აიცი რა, ესია, ისია, მოგიყვანს ეკლესიის ისტორიას, მოგიყვანს ფაქტებს რაღაცა გარკვეულწილად, ესე იგი სხვადასხვა დამოწმებებს მოგიყვანს აქედან გამომდინარე და მოკლედ მისთვის, ისტორიული არის ეს ფაქტი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არის ერთი მხარე მოკლედ ქრისტეს დანახვისა, ქრისტეს შობის მოვლენის დანახვისა. მეორე არის კიდე ესეთი ეკლესიის წიაღში უფრო ღრმა, ეს არის დოგმატური მხარე, ხო? ქრისტე რო იშვა, რა ვიცით ამის შესახებ, ხო? რა მოიტანა ქრისტეს შობამ, ხო? და მოკლედ ადამიანი განსწავლული, ესე რომ თქვა, დოგმატური სწავლებებით განსწავლული იტყვის, რომ ქრისტეს შობა ნიშნავს ამას, რომ მოკლედ ქრისტეში არის ერთ პიროვნებაში ორი ბუნება, მოკლედ რაღაცა, ისე იგი როგორ დამკვიდრდა ის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დროს თანხმობით, მოკლედ მის წიაღში და როგორ გამოუთქმელად იშვა და მოკლედ ბევრი რაღაცა, სამების მეორე ჰიპოსტასი რო განკაცდა და მოკლედ ქრისტეს შობის შესახებ ძალიან ბევრ რაღაცა დოგმატურ მრავალ საინტერესო და მნიშვნელოვანეს დოგმატურ სწავლებასაც გვეტყვის. მაგრამ ეს დოგმატური, ეს არის შეხვედრა, მან ადამიანმა ქრისტეს შესახებ იცის დოგმატური სწავლებით, ხო, ვიღაცამ ისტორიული იმით, ვიღაცამ დოგმატური კუთხით იცის და მოკლედ სხვადასხვა კუთხით იციან ადამიანებმა ქრისტეს შესახებ და ქრისტეს შობა ადამიანის გულში ხდება სულიერი, ნახეთ, ვინ იცის სულიერად ქრისტეს შესახებ და რას ნიშნავს ეს, ხო? თუ კი ღმერთი შენს გულს შეეხო როდისმე და ამას შენ სულიერი ღვაწლია ეს, იღვაწე ადამიანმა სულიერად და ქრისტე შეეხო მის გულს, მაშინ ხვდება ადამიანი შინაგანად ცოცხლდება როგორც ისტორიული, ასევე დოგმატური სწავლება იმის შესახებ, რომ ქრისტე ნამდვილად განკაცდა. ნახეთ, ყველაზე მთავარი რა არის? ღმერთი, galaktikების შემოქმედი ღმერთი, შეიძლება თუ არა მოვიდეს ადამიანად, მონის სახე მიიღოს. წარმოიდგინეთ უბრალოდ თქვენ თავში, რომ galaktikების შემოქმედი ღმერთი მოვიდეს და ქალწულის მუცელში დამკვიდრდეს.
იქ შეიმოსოს, ისე იგი, ანუ მისმა პიროვნებამ ორი ბუნება გაერთიანდეს არა, ორი ბუნება ერთ პიროვნებაში კვიდრობდეს და შემდეგ იშვას ღმერთი დედის მუცლიდან. ხო ძნელი წარმოსადგენია და ერთადერთი შეუძლია, რაც არ უნდა ადამიანმა ისტორიულად ილაპარაკოს ამაზე ქრისტეზე, რაც არ უნდა მართლმადიდებლური დოგმატიკით ილაპარაკოს ამაზე, მხოლოდ და მხოლოდ დადასტურებულად ის ადამიანი იტყვისო ქრისტე ნამდვილად იშვა, ვისაც ქრისტე ნამდვილად გულში ყავს და გულს შეეხო. ანუ მე შემიძლია დავადასტურო ის, რომ ღმერთი გალაქტიკების შემოქმედი ღმერთი შესაძლებელია შეეხოს მატერიას, ანუ შემეხოს მე. და თუ ის შეეხო ჩემს ცოდვილ მატერიას და ჩემთან მოვიდა და ჩემში დამკვიდრდა, მაშინ რა თქმა უნდა, ის ინებებდა ყოვლადწმინდა ქალწულისაგან შობასაც. ამიტომ ჩვენი ასპარეზი 40 დღიანი, აი ქრისტეს შობასთან რო დამივიდეთ, აი ეს განწმენდის პერიოდია, რომ ღმერთს დაუძახოთ, უფალო მოდი ჩემთან, აი გევედრები იშევი ჩემს გულში, შეეხე ჩემს გულს და თუ კი უფალი შენს გულს შეეხება, მაშინ გამოდის, რომ აი ეს იქნება დასტური იმისა, რომ ქრისტე იშვა. და აი შობის დღეს აი ეს სიხარული იქნება, განცდა სიხარულისა, რომ ნამდვილად ქრისტე მოვიდა დედამიწაზე და ჩემი ბუნება, ჩვენი ბუნება, ცოდვილი ბუნება აიღო მან და გამოიხსნა. აი ეს საოცარი არის და ადამიანები, ახლა წარმოიდგინეთ, ზოგმა არც ახარებიდან არ იცის ეს ზოგი მორწმუნე ადამიანმა, არც ისტორიული ფაქტები ვინც არ იცის, ანუ ქრისტესთან არანაირი შეხება არ აქვს. დაუკვირდით, არც ისტორიულად იცნობს, არც ბიბლიურად იცნობს, ანუ სახარებისეულად არ იცნობს, ხო? არც დოგმატური სწავლება იცის იმაზე, რომ ქრისტე როგორ იშვა და საბოლოო ჯამში ხო სულიერი საერთოდ არ აქვს ადამიანს საერთოდ კავშირი და ანუ აი ესეთი ცარიელია ხოლმე ხშირად ადამიანი, როგორც ქრისტეს შობის შესახებ, ასევე აღდგომის შესახებ და დიდი დღესასწაულების შესახებ და ეს ყველაზე სამწუხაროა ხოლმე და წლები გადის, სამწუხაროდ, აი წლები გადის და ჩვენ აი ამებს ვლაპარაკობთ უბრალოდ, აი ქრისტეს შობა, ქრისტე უნდა იშვას ჩვენს გულში და ვერ ხვდებით რას გულისხმობთ ამაში. ანუ გულისხმობთ იმას, რომ ქრისტე უნდა შეეხოს ჩვენს გულს და ჩვენ ქრისტეს მსგავსი მიმბაძველები უნდა გავხდეთ, ჩვენი სულიერ ცხოვრები, ჩვენი შინაგანი სამყაროთი, ანუ როგორც უფალი ძაღის, რომ მომბაძეთ მე რამე თუ მშვიდ ვარ და მდაბალგულით, ანუ ქრისტეს თვისებების, ანუ სასუფეველის მოქალაქის თვისებების გამომუშავება უნდა დაიწყოს ადამიანმა და აი მისთვის მე ყველა დღესასწაული და ყველაზე იმი ნამდვილად გულით და სულით განცდილი არის, ხო? ამიტომ თეოლოგები ვინ არიან, ნამდვილი თეოლოგები ვინ არიან, ხო? ის ვინც არა მხოლოდ ისტორიულად იცნობს, ანუ იცის ისტორია, ეკლესიის ისტორია და ესე რომ ვთქვათ, არა ის ვინც ბიბლია იცის თავიდან ბოლომდე ბუკვალურად რო იცის, თორემ ბევრმა იცის ესე, ხო? ამ მუხლის მერე ეს არის და ამ თავში ეს წერია და არა ის ადამიანები, რომლებმაც თუნდაც დოგმატური სწავლება, ანუ ტერმინოლოგია იციან, აი რაღაცა განკაცებასთან დაკავშირებული ტერმინოლოგიები, ხო? არა მხოლოდ ესენი, ანუ ეს არ არის, ეს ანუ ქრისტეს მხედველობა ეს არ არის, არამედ აი ეს ყველაფერი ხო უნდა იცოდე ადამიანმა, რა თქმა უნდა, ანუ რაღაცა ისეთი დღეს სასულიერო პირები გამოდიან და რაღაც ამ ინტელექტზე თითოს აი რაღაცა უფრო მეტად აპელირებენ ცოდნაზე, მაგრამ შესაბამისად ამის მერე ადამიანი გულით უნდა ცნობდე ქრისტეს, აუცილებლად. ანუ შენში უნდა მკვიდრდოდეს მადლი სულიწმინდისა, რომ ქრისტე გულში იყვეს და გამომდინარე აქედან მაშინ იგრძნობ შენ, რომ ქრისტე მართლა იშვა. ქრისტე მოვიდა დედამიწაზე, არ იცი, დადასტურებულად ისტორიულად, მაგრამ მე ვიცი რომ მოვიდა, რატო ვიცი? იმიტომ რომ ჩემს გულში მოვიდა. იმიტომ რომ ჩემს გულში შეეხო, იმიტომ რომ ჩემს პიროვნებაში შემოვიდა და თუ ჩემთან მოვიდა, მაშინ მოვიდოდა ყველასთან, ყველა ადამიანთან მოვიდოდა და ამ სამყაროში შემოვიდოდა გალაქტიკების შემოქმედი ღმერთი. რა საოცარი რამეა რა. ღმერთი ყოვლისპრობელი, ღმერთი მოკლედ აი დაუტევნელი, მოკლედ ჩვენს გულში ეტევა და აი თუ ჩემს გულში ეტევა, მაშინ რა თქმა უნდა სამყაროშიც დაეტევა და ყველა ადამიანის გულში დაეტევა. აი ეს არის ქრისტეს შობის სიხარული.
ქრისტეს შობის სიხარული. ვიღაცას დღეს აქვე აქვს უკვე ქრისტეს შობის სიყვარული, იმიტომ რომ გულში ყავ ქრისტე და იცის ეს, ანუ დადასტურებულად გულმა იცის, მაგრამ უფრო მეტი და მეტი უნდა, მეტი შემეცნა, მეტი მადლი ჭირდება და მეტი სიხარული, ღმერთთან ერთად ყოფნის განცდის სიხარული. აი ეს არის ქრისტეს შობისთვის მომზადება და აი ჩვენი საუბრებით საბოლოო ჯამში, რაც დავიწყეთ და დღესაც აი ერთ-ერთი გვექნება, ეს არის ზუსტად ეს გზა. სულიერი გზა, ანუ სულის მოგზაურობა ჭეშმარიტების ძიებაში. ანუ ჭეშმარიტება კიდევ ვინ არის? ქრისტე იძაღის მე ვარ გზა და მე ვარ ჭეშმარიტება, ხო? ანუ სულის მოგზაურობა ქრისტეს ძიებაში. და ქრისტე ჩვენთან არის, ჩვენს გარშემო არის, ის მუდმივად დგას და აკაკუნებს ადამიანის გულის კარზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის დაუკითხავად შემოდის. მას ჭირდება, რომ ვიღაცამ ნახეთ, აი ვინ ვერ ვაკაკუნებს, რა უნდა ქნა? უნდა ადგე ბოდიშთან გამოთქმას, ნება უნდა იბოძო, უნდა ადგე, უნდა მიხვიდე კართან და ისე იგი გამოაღო კარი და შემოიპატიჟო და უთხრა რომ მოგძანდი. მოკლედ და აი სინერგიული მოქმედება, ანუ სული უნდა განამზადო ადამიანმა, საკუთარი თავი უნდა განამზადო, რომ ქრისტე იშვას ადამიანის გულში. აი ყველაფერი, ყველა დღესასწაული, ყველაფერი ამ წუთის სოფელში არის, რომ ღმერთი შეეხოს ადამიანის გულს. რა თქმა უნდა, ჩვენ რაც არ უნდა გავაკეთოთ, ჩვენ რაც არ უნდა ისე იგი სულიერად ვიღვაწოთ, ეს ღვთისნებაზეა დამოკიდებული. ჩვენ ვერაფერს ვერ გავაკეთებთ ისეც, რომ ღმერთი ვაიძულოთ, ან ისე იგი შეუქმნათ პირობები, ან გამოსავალი არ ქონდესო ჩვენთან არ მოვიდეს. არა, ესეთი რამე არ არის. ღმერთი მადის მაშინ ადამიანის გულთან, როდესაც ეს მისთვის საჭიროა და ეს მისთვის მაცხონებელია. ადამიანს ევალება მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამე, მუდმივად ღვთისმცნების აღსრულება და გამზადება საკუთარი სულისა, საკუთარი გულისა, საკუთარი გონების, ანუ განწმენდა, გასუფთავება საკუთარი ადამიანური აგებულებისა, ესე რომ ვთქვა, პიროვნების გამზადება, რომ საღვთო მადლის მისაღებად იყოს მზად და აქ უკვე უფალი არჩევს, ანუ უფალი არჩევს დროს, უფალი არჩევს, ესე რომ ვთქვა, ადგილს, უფალი არჩევს საშუალებას, რა საშუალებით მოვიდეს ადამიანის გულში. ამიტომ აი ჩვენ განვემზადოთ, ჩვენ შევეცადოთ, რომ განვამზადოთ საკუთარი გული ქრისტეს მოსვლისათვის, ქრისტეს შობისათვის და აი მოკლედ მერე ღმერთმა ინებოს ნამდვილად, რომ ჩვენ არ ვეძებთ ამას, ჩვენ თვლით, რომ არა ვართ ღირსები, რომ ღმერთი მოვიდეს ჩვენთან, იმიტომ რომ ჩვენი ცხოვრება არ არის ისეთი, სადაც უფალი უნდა მოდიოდეს, მაგრამ ჩვენ გვწამს კიდევ იმისაც, რომ უფლის კაცთ მოყვარება და უფლის სიყვარული აღემატება ნებისმიერი ადამიანური დაცემებისა და ადამიანური სისუსტეებისა და ადამიანური არასრულყოფილებებს და ამიტომ ჩვენ ამის იმედი გვაქვს და ჩვენ ამისი გვწამს. ამიტომ ჩვენ საქმეს ვაკეთებთ, ხო? ჩვენ განვიწმინდოთ საკუთარი გულები, ვისწავლოთ სულიერი ცხოვრება, მცირეოდენი მაინც და მოკლედ განვამზადოთ საკუთარი გულები და თუ მრავლად იქნებიან ადამიანები ჩვენს ერში, ჩვენს ეკლესიაში, რა თქმა უნდა, ვისაც გულით ეყოლება, გულით ატარებდეს იქნება ქრისტეს, მაშინ მე ვფიქრობ, რომ სხვაგვარი იქნება. თვითონ ამ ადამიანების ცხოვრება, ჩვენი ერის ცხოვრებაც სხვანაირი იქნება და სხვანაირი იქნება ჩვენი ეკლესიის ცხოვრებაც. ჩვენი პირველი დანიშნულება ეს არის, ეძებდით პირველად სასუფეველსა მთისასა და სიმართლესა მისსა და დანარჩენი ყოველივე შეგეძინოს. თქვენ ვიმეორებ კიდე იძახის მაცხოვარი, რა მისცეს კაცმა ნაცვლად სულისათვისისა. უკვე თუ ანუ მთელი სოფელი შეიძინო, მაგრამ სულისთვის იზღვიოსო, არ არის ადამიანისთვის კარგი, ხო? ანუ სული არის ყველაზე დიდი განძი, სული არის ადამიანში ყველაზე აი სახარების იგავში რო არის, ხო? დაფრული განძი რო არის, ადამიანმა ყველაფერი რო გაყიდა და წავიდა და ის განძი მოიყიდა, ხო? რატომ მოიყიდა ის განძი? იმიტომ რომ იცოდა იქ რა იმალებოდა. გარედან ადამიანები ეუნებოდნენ, ესე იგი სულელი ხარ, რატო ყიდი, ესე იგი მამაპაპეულ სახლს ყიდი, იმას ყიდი, ამას ყიდი, ანუ რაც კი სიმდიდრე დარჩა ადამიანს, ეს ყველაფერი გაყიდა იმისთვის, რომ სასუფეველის, ანუ იქ იცოდა, რომ განძი იყო, ეს იყო სასუფეველის მოქალაქეობა და ამიტომ რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენთვის არის სულიერი განძი, რასაც ცხონება ქვია, სულის ცხონება ქვია და დანარჩენი შინაარს, თავის, როგორ გითხრათ, ის თავის შინაარს, თავის სრულყოფილ დატვირთვას რა არის და როგორი არის, ადამიანი ზუსტად მაშინ მიხვდება. ანუ როგორ უნდა უყვარდეს,
დედა, მამა, ცოლი, შვილი, მოკლედ საკუთარი სახლი, საკუთარი სოფელი, საკუთარი ქალაქი და საკუთარი ქვეყანა და სამშობლო. ამის გარეშე ადამიანი სრულყოფილად ვერ შეიყვარებს ვერაფერს. ამიტომ უფალი ძახის, რომ ვისაც უყვარდეს დედა, მამა, ცოლი, შვილი, უბრალოდ ჩემსა იგი არ არის ჩემი ღირს. ნიშნავს იმას, რომ მე შემიყვარეთ, მე შემომიშვით თქვენს გულში და მე ნახავთ, როგორ სხვანაირად შეიყვარეთ მოკლედ ადამიანებსაც და ზოგადად ქმნილებასაც და სხვაგვარი ხდება ადამიანი, როდესაც ღმერთი შემოდის მასში. ამიტომ ახლა გავაგრძელოთ მოკლედ კითხვა და დღევანდელი კითხვის ის იქნება, დავუკვირდეთ ამას წმინდა წერილთან ჩვენი შეხება, ზოგადად წმინდა წერილის მდგომარეობა და გარკვეული შინაგანი მდგომარეობა, რომელიც ადამიანს უნდა ქონდეს და დღეს ვისაუბრებთ ერთ რაღაცაზე, რომ როგორ უნდა გაუძლოს, მარხვა იწყება, როგორ უნდა გაუძლოს ადამიანმა ვნებების და ემოციების უეცარ შემოტევებს, ხო? ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ნახეთ, ჩვენ ხო ამითი ვეცემით ხოლმე ხშირად, იმპულსურები ვართ, ჩვენი გრძნობები და ჩვენი გრძნობებისა და ემოციების კონტროლი არ შეგვიძლია და ამიტომ ვისწავლოთ ეს, ხო? როგორ შეიძლება რომ ადამიანებმა ვისწავლოთ ეს, რომ ეს უეცარი იმპულსური გრძნობები და ემოციების მოთოკვა მოკლედ ვისწავლოთ. და წავიკითხოთ სამ მუხლს წავიკითხავ ახლა, რომელიც ერთი და იგივე შინაარსისაა და შემდეგ გადავიდეთ უკვე ამაზე. აბა მოვისმინოთ. ის ვინც თავმდაბლად აზროვნებს და სულიერად იღწვის, საღმრთო წერილის კითხვისას ყველაფერს საკუთარ თავთან მიმართებით მოიაზრებს და არა სხვათა. ხშირად არის ხოლმე ესეთი ის გაიხსენეთ, ადამიანი წმინდა წერილსაც და ნებისმიერ მამათა სწავლებას კითხულობს იმისთვის, რომ ვიღაცისთვის პასუხად კითხულობს. ვიღაცას როგორ გასცეს პასუხი, ან ვიღაცას როგორ ასწავლოს, ვიღაცა როგორ დამოძღვროს და ნახეთ რას იძახის, ეს ძალიან მნიშვნელოვანი კანონი არის, რომ რასაც არ უნდა კითხულობდეთო, ნახეთ, სულიერად, ვინც სულიერად, მართლა სულიერად იღწვის და სულიერი ღვაწვა უნდა, საღვთო წერილის კითხვისას ყველაფერს საკუთარ თავთან მიმართებით მოიაზრებს და არა სხვათა. მაგალითს მოგიყვანთ, ხო არის ეს წმინდა წერილში მათე მახარებელთან არის, ხო, ვაი თქვენ და მწიგნობარნო და ფარისეველნო, ხო? ამ დროს ვინ გახსენდებათ ხოლმე? როდესაც კითხულობთ ამაზე, ალბათ, ხო, გაგახსენდებათ გარშემო რო ყავთ ჭყალებში ვიღაცები, მეზობლები ან არ ვიცი, ნათესავები ან ახლობლები, ან სამღვდელოება მათ შორის, ხო, დღეს აქტუალურია ის, ვინც მეტად სამღვდელოებაზე რაღაცა ისეც იტყვის, უფრო ჩანს, რომ ძლიერი ადამიანია, ხო? ვის ფიქრობთ ხოლმე, ვაი თქვენ და მწიგნობარნო და ფარისეველნო, ორგულნო, ვიზე ფიქრობთ ხოლმე ამ დროს? ალბათ სხვაზე და გიჭირს ადამიანს საკუთარ თავზე დაფიქრება. ამიტომ მამები გვეუბნებიან ამას, რომ ესე იგი წმინდა მამა გვეუბნება ამას, რომ ყველანაირი საკუთარ თავთან მიმართებაში უნდა მოიაზრო ნებისმიერ სულიერ პირველ რიგში აუცილებლად. ეს კანონი, სულიერი კანონი, რომელსაც კითხულობ და წმინდა წერილი ეს სათავი არის წმინდა კანონებისა და სულიერი კანონებისა, საკუთარ თავთან მიმართებაში უნდა მიიტანო. არა სხვა შეაფასო ამით, ის ფარისეველია, ის ისეთია, ეს ესეთი, არა, საკუთარ თავთან მიმართებაში. სულიერად თუ კი ცხოვრება გვინდა, ნებისმიერი სულიერი წიგნის კითხვის დროს პირველი გაიხსენეთ საკუთარი თავი. მეც ხო ფარისეველი ვარ, მეც ხო მოკლედ მწიგნობარი ვარ და იმის იქით არაფერი შემიძლია, პირველ რიგში საკუთარ თავთან იმუშავოთ. და შემდეგი მუხლი ზუსტად ამისი მსგავსია, ევედრე ღმერთს, რომ გულის თვალები გაგიხსნას და დაინახო თუ რა სარგებელი მოაქვს ლოცვასა და სულიერ კითხვას. ამ დროს, როდესაც ადამიანი წმინდა წერილს კითხულობ, ხო, როდესაც საკუთარ თავზე მიიტანა ამ ყველაფერს, ხო, მაშინ მოკლედ წმუნდები ადამიანი, გარკვეულწილად წმუნდები, რომ ღმერთს ევედრები, რომ ისე იგი გულის თვალი გაგიხსნას, გულის თვალი გახსნას ადამიანისა და დაინახო, რომ რა სასარგებლოა, ნახე რა არის, რა სასარგებლოა ლოცულობდე ადამიანი, კითხულობდე წმინდა წერილს და ამავე დროს სულიერ კითხვას, სულიერს კითხულობდე და რა კარგია, როდესაც ეს იცი, როდესაც ამას კითხულობ და საკუთარ თავზე არგებ. მე რო შემდეგ ჩვენ რო გადავალთ უკვე განხილვაზე დღევანდელი თემისა, რაც არის
ვნებების, მოზღვავებული ვნებების, ესე რომ თქვა, უეცარ შემოტევას როგორ უნდა გაუძლოთ, აი ეს მუხლები ძალიან მნიშვნელოვანია რომ გვახსოვდეს. ანუ რა მნიშვნელობა აქვს, რომ სახარებასთან ჩვენს დამოკიდებულებას და ურთიერთობას და მესამე ნაწილი ეს არის, ნახეთ, რა საოცარი რამ არის, რომ ვისაც რამე, აი თუ შენ კითხულობ და თუ შენ აი ამ სულიერ კანონის შინაგანად გძნობ და შენ თავთან მიგაქ, ნახეთ რას წერს. ვისაც რამე ბუნებრივი თუ სულიერი ნიჭი აქვს და ამ ნიჭის არ მქონეთ თანაუგრძნობს, ანუ შენ თუ იმითი რასაც აკეთებ სულიერი გარკვეული ნიჭი შეიძინე და ამ ნიჭის არ მქონეთ, ვისაც ჯერ არ აქვს ეს ნიჭი თანაუგრძნობ, არც განიკითხავს, არც დასცინის მათ, ანუ ხო არიან ხოლმე მამები, ანუ აი რაღაცა ხშირად ჩვენ არის ხოლმე იმან არ იცის, ეს არ უნდა იცოდე, ეს არ უნდა იცოდე, ანუ ადამიანი რომელმაც სულიერი კითხვა, ანუ დაიწყო წმინდა წერილის კითხვა, ეს წმინდა წერილის კითხვის დროს საკუთარ თავთან მიმართებაში განიხილავს მხოლოდ და მხოლოდ, ამით ხვდება რა საოცარი არის, ანუ ევედრება ღმერთსო გულის კარი გაუღოს და მიხვდეს, რომ რა საოცარი სიხარული მოაქვს ადამიანისთვის, ისე იგი ლოცვასა და სულიერ კითხვას, ანუ სულიერ კითხვა ნიშნავს წმინდა წერილისაც და მამათა გამოცდილებისაც, ეკლესიის 2000-სლოვანი გამოცდილებისაც და ამის შემდეგ, როდესაც გარკვეული რაღაცა სიხარული არის ადამიანის, აი რაღაცა გარკვეულად ესე რომ ვთქვათ, სულიერად იქნება თუ ანუ სულიერი გონებრივად, ინტელექტუალურად რაღაცა ცოტა შეიმეცნა, ანუ ღვთის წინაშე, ანუ ღმერთის შემეცნება დაიწყო ადამიანმა, ნახეთ, რას იძახის, ვიც რამ ანუ სულიერი ნიჭი აქვს და არ განიკითხავს, არ დასცინის მათ, ამგვარი თანაგრძნობის წყალობით ინარჩუნებს ამ საჩუქარს, ნახეთ, ვინ არჩუნებთ ამ საჩუქარს? თუ კი ვინმეს ამის გამო არ განვიკითხავთ, არ დავცინით, თუ კი პირიქით თანაუგრძნობთ ადამიანებს, რომ ეს არ აქვს, ნახეთ, ამგვარი თანაგრძნობის წყალობით ინარჩუნებს ამ საჩუქარს. ანუ ეს ხო საჩუქარია, ღმერთი გვაძლევს ამას, ღმერთს ვევედრები და ღმერთი მოდის ამ საჩუქარს გვაძლევს, ხოლო ქედმაღალი კარგავს, რადგან ქედმაღლობის განსაცდელს ვერ გაუძლებს. ანუ თავის თავს მიაწერს უფლის ზღვენს. ანუ ის, ვინც ამ ყველაფერს აღასრულებს და ისე იგი თავისთავად მაინც ამითი ქედმაღლობს, ის აუცილებლად დაკარგავს, ამ ქედმაღლობის განსაცდელს ვერ გაუძლებს და ამის გამო თავის თავს მიაწერს აი ამ მოკლედ ზღვენს. და ჩვენ ნახულობთ ხოლმე, ხედავთ ხოლმე ადამიანებს, რომლებიც ნამდვილად სამწუხაროდ საკუთარ თავს მიაწერენ ხოლმე რაღაცა ამ გარკვეულ ზღვენს, რომ ადამიანს გონია, რომ თვითონ იშრომა, თვითონ გააკეთა, თვითონ ისე იგი თავისმა შრომა მოუტანა ეს ყველაფერი და რაშიც ადამიანები ძალიან ცდებიან ხოლმე. ამიტომ ეხლა აი ეს ქედმაღლობა რო არ დაეუფლოს ადამიანს გარკვეულწილად, ხო? აი წმინდა წერილს უნდა კითხულობდეს, რას დავასვენით, ხო? წმინდა წერილის კითხვა გჭირდება, ხო? რაღაცა საკუთარ თავთან მიმართებაში გჭირდება ეს, სულიერი კითხვა გჭირდება, ესე იგი ამათგან მონიჭებული განცდილი სიხარული არის საჭირო. ანუ სულიერი ცხოვრება ამით იწყება. ეს ჩვენ რაც წავიკითხეთ, სულ არის, ეხლა რაც წავიკითხეთ, მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე მუხლებია. ეხლა ვიწყებ ჯერ, იცით რამდენი მუხლებია? ეს საწყისია ჯერ. რამდენი ვისაუბრეთ, მეექვსე საუბარი ალბათ რო საუბრო და ჯერ მეშვიდე მუხლამდე ვართ მისული. აბა წარმოიდგინეთ, ეხლა შემდეგში რა იქნება კიდე, ხო, როგორი სიღრმეები იქნება. და ამიტომ აქ საწყისში გვეუბნება ამას დამწყებმა ადამიანმა, რომელიც იწყებს და წმინდა წერილს უნდა კითხულობდეს აუცილებლად და გვეუბნება, რომ საკუთარ თავთან მიმართებაში უნდა აკეთებდეს ამას. მერე ღმერთს ევედრებოდეს, რომ გულის კარი გაუხსნას და გულმა იგრძნოს, რა საოცარი არის ლოცვა და წმინდა წერილისა და ისე იგი სულიერი კითხვა, სულიერი ლიტერატურის კითხვა და გამომდინარე აქედან მესამე ნაწილია, როდესაც რაღაცა ნიჭი აქვს ადამიანს გარკვეულწილად ამ გზას დაადგება, აუცილებლად ქედმაღლობის განსაცდელი მოდის. აი ქედმაღლობა შემოდის ამ დროს, შემოუტევს ადამიანს ეს ქედმაღლობა და თანაგრძნობით კი არ მიმართავს ადამიანებს, ანუ სხვისკენ კი არ იყურება თანაგრძნობით, არამედ
რაღაცა განკითხვით, ზოგ შემთხვევაში დაცინვით არის ხოლმე, ეს არ უნდა იცოდე, ის არ უნდა იცოდე და ესეთი ადამიანიო იძახის, რომ ვინც ამას არ აკეთებს, შეინარჩუნებს ამ ძღვენს, რომელსაც ღმერთი მისცემს, მაგრამ ის, ვინც ამას აკეთებს და სხვა ადამიანის განკითხვისთვის და სხვა ადამიანის მოკლედ დამცირებისთვის, დამცრობისთვის და არათანაგრძნობისთვის განიხილავს ამას, ანუ ლაპარაკობს და საუბრობს ამას, აუცილებლად დაკარგავს ამას, აუცილებლად ქედმაღლობის გამო დაკარგავს ამას და საბოლოო ჯამში მისი მდგომარეობა იქნება, რომ თვითონაც შეიძლება არ იძახდეს ამას, მაგრამ აი ამ ყველაფერს ძღვენს, რომელიც უფლის საჩუქარი არის, მიაწერს საკუთარ თავს, რომ ის არის რაღაცა გამორჩეული, რაღაცა ინტელექტუალი, რაღაცა ძალიან კარგად იცის საღვთო ისტორია თუ დოგმატები თუ სწავლება და ასე შემდეგ, ტელევიზიიდან დაიწყებს მოკლედ ვიღაცების სწავლებას, ესე ისე, დაიწყებს განკითხვას, იქ იქნებიან დემთავრებისა თუ სამღვდელოებისა, ბერმონაზვნობისა და ასე შემდეგ, მოკლედ რატო? იმიტომ რომ მე ვიცი, მე ძალიან კარგი ვარ, თქვენ ყველანი უცოდინარები ხართ და ასე შემდეგ. ამიტომ ადამიანი კარგავს ამას, იცოდეთ, რაც ცოდნა შეიძლება შეუნარჩუნდეს, მაგრამ ღვთის წინაშე მას დაკარგული აქვს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მისი სასყიდელი მიღებული აქვს, როგორც მაცხოვარი ძაღლის მიუღებია სასყიდელი მის. ანუ მისი სასყიდელი არის, აქვე ამ წუთისობაში ვიღაცამ ტაში დაუკრას, აქვე ამ წუთისობაში უთხრას, ვა, მამაო, აი ძლივს მართალს ალაპარაკობ და რა მართალ რაღაცას იძახი, ასე და ასე შემდეგ, მოკლედ საბოლოო ჯამში. კიდევ იძახი, არ ნიშნავს ეს, რომ ადამიანებს არ უნდა ასწავლო, არ ნიშნავს ადამიანებს, მაგრამ ეტყობა ადამიანს, აი ხშირად არის ხოლმე ადამიანი სიმართლესაც იძახის, დაუკვირდით სიმართლესაც იძახის, მაგრამ იტყვი, რომ აი ამისი ნათქვამი სიმართლეც არ მინდა. აი ესეთი განცდა ეუფლება ხოლმე ადამიანს, იმიტომ რომ აი ეს ქედმაღლობიდან გამომდინარე არის ნათქვამი, განკითხვის სულიდან არის ნალაპარაკები, ეს ყველაფერი არის არა ზრუნვიდან გამომდინარე, არამედ ზოგ შემთხვევაში დაცინვიდან გამომდინარეც არის ეს ყველაფერი, ისე იგი ვიღაცამ არ იცის რაღაცა და ასე შემდეგ და საბოლოო ჯამში თითქოს ადამიანთა წინაშე ეს მოსჩანს, რომ ესე რომ ვთქვათ, ანუ კარგია, დღეს ადამიანებს უყვართ გარკვეული შოუები, დღეს ადამიანები ესეთი სანახაობის ესე ვთქვათ, მოყვარულები არიან, სოციალურ ქსელში ამაზე მეც არაფერს უყურებენ, ტელევიზიით ამაზე მეც არ უყურებენ, არაფერს, სულ დავა, სულ დავიდარება, სულ კამათი, სულ რაღაცა ესეთი რაღაცი უშინაარსო, ესე რომ ვთქვა და გარკვეულწილად აი ამ პუბლიკაზე თამაშია ხოლმე, ხშირ შემთხვევაში ადამიანები პუბლიკაზე თამაშობენ. ეხლა ვისაუბროთ ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე, რაზეც დავაკვირდი, ისე რაზეც დღევანდელი საუბარი უნდა ქონოდა, რომ მალე რომ დავასრულოთ, საბოლოოდ რომ დიდად არ გადაგღალოთ, ხო? როგორ უნდა ვებრძოლოთ ვნებების უეცარ შემოტევას. ეს არის ძალიან, ესე იგი, აი სულიერ ცხოვრებაში ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი რამ არის რა, როდესაც ადამიანს შეუძლია, იმიტომ რომ როდესაც სულიერ ცხოვრებას იწყებ, ადამიანი დაჩვეული ხარ. ანუ მანამდე დაჩვეული იყავი აი ამ იმპულსურობას, ხო, ვიღაცა რაღაცა გეტყო და სწრაფად პასუხს უბრუნებდი, მოკლედ სულ ისე იგი, სულ დაძაბული იყავი ადამიანი, ვიღაცას პასუხი მისცე, ვიღაცას ესე, მოკლედ აი სულ დაჭიმული ადამიანი და ასე ანუ დღევანდელ ცხოვრებაშიც ადამიანი ესე ცხოვრობს, ხო? და უცებ დაადგა ადამიანი სულიერ ცხოვრებას და პირდაპირ ამოხტა ეს რა. პირველი რაც გვეჯახება ხოლმე არის ეს, რომ ვერ ვიკავებთ საკუთარ თავს ადამიანებთან ურთიერთობაში, ხო? და ეხლა მარტო ის ხო არ არის ადამიანმა თქვა რამე. ისე იგი შეიძლება არ თქვა რაღაც, მაგრამ გული შიგნით ხო მოკლედ ჩვენ ხო ესე ვართ, ნახეთ, გულში ვეჩხუბებით ხოლმე ვიღაცას. ხშირად ვეუბნები ხოლმე ადამიანებს, კი, ადამიანს გარეგნულად არ ეჩხუბები, მაგრამ გულში უკვე ნაჩხუბარი ხარ. არც დაგინახავს ის ადამიანი, მაგრამ ისე იგი გონებაში და ფიქრებში ეჩხუბები რა, იმან რა გითხრა, მერე შენ რა უპასუხე, მოკლედ მერე ის ამას გეტყო და სავარაუდოდ შენ ამას და საბოლოო ჯამში აი ფიქრო და დაღლილი ხარ უკვე ადამიანი, დაღლილი ხარ, დაღიზიანებული ხარ, შინაგანად სულიერად თავიდან ბოლომდე მოშლილი ხარ.
ხო და აი ეს უკვე სულიერად შინაგანად შლის ადამიანს, აი ანგრევს ადამიანს, აი ფიქრი იმაზე, რომ ანუ უკონტროლო ფიქრები, ესე რომ ვთქვათ, უკონტროლო შემოტევა იცის ხოლმე ხშირად აი ამ ფიქრებმა და აი არიან ხოლმე დღეს ხო გავრცელებული ის არის აი პანიკური შეტევები რო აქვთ ადამიანებს, ეს სულიერი მდგომარეობის ეს არის, იმიტომ რომ მათ არ შეუძლიათ ფიქრებისა და საბოლოო ჯამში გარედან ესე შემოტევებისა, რომელიც არის, ანუ სწრაფად ან საკუთარ ჯანმრთელობაზე, ან შიში აქვს ადამიანს რაღაცეებისა, ხო? ან სიკვდილისა, ან ჩემ პირადი სიკვდილისა, ან ვინმე სიკვდილისა, ან რამე მოვლენისა ეს არ მოხდეს, ის არ მოხდეს და აი ეს პანიკური შეტევები ზუსტად ამ კატეგორიაში გადის. აი ადამიანებს პანიკური შეტევები აქვს თავისთავად, აი ფსიქიკა, ანუ მაგ დროს არის ფსიხე ნაწილი მოშლილი არის და მას არ შეუძლია კონტროლი. შეუძლებელი ადამიანს აი მაგ დროს კონტროლი ქონდეს საკუთარ თავზე, ამიტომ სულს, რომელიც ცოცხალია და ცოცხლდება, თუ ეს ეცოდინება, ის აუცილებლად მანდამდე არ დავა. ანუ სულიერი ადამიანები იშვიათია, რომ ესეთი პანიკური შეტევები ქონდეს. თუ სულიერად ცხოვრობს. ეკლესიურ ადამიანებს აქვს და ძალიან ბევრს აქვს, იმიტომ რომ ისინი ჯერ კიდევ მშვენიერად ცხოვრობენ და მშვენიერად დადიან, ანუ ემსახურებიან ღმერთსაც, ანუ მათი სხეულით, მათი ფსიქიკით შეიძლება უბრალოდ, მაგრამ სული ჯერ არ გაღვიძებულა, სული არ გაცოცხლებულა და ეს ესე რომ ვთქვათ, მკვდარი ნაყოფი არის, აი ესე რომ შეადაროთ, აი ფეხძიმე ქალი ხო არის ხომ ესე რომ ხშირად აი მუცელში ყავს მკვდარი ნაყოფი. ხო და მას გონია რომ ფეხძიმეა, მუცელიც ეზრდება საბოლოო ჯამში, ანუ მოკლედ რასაც ფეხძიმეს ახასიათებს ყველაფერი აქვს, მაგრამ როდესაც მიდის და გაესინჯება ხოლმე ექიმი ეუბნება რომ ისე იგი მკვდარია ნაყოფი და ეს ნაყოფი საბოლოო ჯამში არა მხოლოდ აი როგორ გითხრათ ჯანმრთელობასაც კი უზიარებს. აი ჩვენი სარწმუნოებრივი ცხოვრება ხშირად სულიერად თუ არ ცხოვრობთ, ხო? გარეგნულად ფაქტობრივად მკვდარ ნაყოფებს ვატარებთ. აი მკვდარი ნაყოფი აქვს ადამიანს შინაგანად, ანუ სულს გულისხმობ, ხო? მაგრამ ფსიხე ნაწილი და სხეულებრივი ნაწილი, ანუ მშვენიერი ნაწილი, ხო? ადამიანის ამსახურობს, ეკლესიაში დადის, ლოცვებსაც კითხულობს, რასაც კითხვა ქვია, უბრალოდ კითხვა ქვია, ხო? ანუ ამ ყველაფერს აღასრულებს ადამიანი, მაგრამ აი შემოტევა რო იწყება, განსასწრელი რო იწყება, ეს პანიკური შეტევები, რაღაცა ჩვენს გარშემო რაღაცა ხდება ისეთი, რისიც შიში იფხრობს ადამიანს, ან ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა რაღაცა, ხო? იმ წუთში, ანუ სადაც სულმა უნდა დაიწყოს მოქმედება, რომ ეს ფსიხე ნაწილს, რომელსაც აი ეს შეტევები შეიძლება ქონდეს, ისე იგი იმას რო უთხრას, რომ აბა დამშვიდი, დაწყნარდი, რამაც უნდა აიღოს მართვა ადამიანისა. ზოგადად ეგ უნდა მართავდეს ზოგადად ადამიანს, მაგრამ იმან აი განსაცდელი ჟამს, ოდესაც აი მოვარდა ეს პანიკური შეტევა, ან რაღაცა ფიქრები მოვარდა, ხო? უეცარი შემოტევა ვნებებისა, რომელიც შემოვარდება, ადამიანმა ხო უნდა გაუძლო და არ იცის ადამიანმა ეს. აი ჩვენმა საეკლესიო მრევლმა და საეკლესიო საზოგადოებამ აი სულიერ ცხოვრება არ ვიცით საერთოდ და ანუ არაფრით არ განსხვავდებით ხოლმე. აი არაფრით არ განსხვავდებით გარეთ ეკლესიის გარეთ ყოფი ადამიანებისგან. ანუ რას გულისხმობ, რითი არ განსხვავდებით? ხო, განსხვავდებით უბრალოდ, რომ ვიღაცა სხვაგან დადის, ჩვენ ტაძარში დავდივართ, ხო? ვიღაცა შეიძლება კითხულობს რაღაცა თავისუფალ ლიტერატურას, ჩვენ შეიძლება სულიერ ლიტერატურას უბრალოდ კითხულობდეთ, ხო? სახარებასაც შეიძლება რამდენი არ კითხულობთ, ხო? ვიღაცა შეიძლება კითხულობს, მაგრამ ეს ყველაფერი რომ შინაგანად სულიერად უნდა მოქმედებდეს ადამიანზე, ხო? ეს არა გვაქვს, ანუ სული არის როგორც მკვდარი ნაყოფი. ანუ ადამიანის სული მკვდარი ნაყოფივით არის. რაც არ უნდა კიდე გეუბნებით, შეიძლება ადამიანი სასულიერო პირიც იყოს, აი არ გაგიკვირდეთ ეს, მე სულ გესაუბრებით ხოლმე ამაზე კონკრეტულად არავის არ ვიძახი, მაგრამ შეიძლება ადამიანი აი სასულიერო პირიც იყოს, რაღაცა ისეთი არც უჩქუო შეიძლება არ იყოს ადამიანი თავისთავად, რაღაცა როგორ ვთქვათ, იცი, ისე რომ ვთქვათ, აი ჭკვიანურ რაღაცებზეც საუბრობდეს, ასე მოკლედ რაღაცა იქ ანალიზს აკეთებდეს გარკვეულწილად, მაგრამ ანუ ის სულიერი მდგომარეობა, რასაც ქვია, ანუ სულიერი ძალები, რასაც ქვია, აი რაზეც ახლა დღეს ვისაუბრებთ, ხო, საერთოდ მოშლილი ქონდეს ადამიანს, ანუ სულიერი ცხოვრება, ანუ სული სიცოცხლე არ ქონდეს. და ნუ ეს შეიძლება წლები ადამიანი ტაძარში დადიოდეს და ხო გეუბნებით, შეიძლება აღსარებელი, მაზიარებელი იყოს და მათ შორის სასულიერო პირით შეიძლება იყოს, განკითხვით არ ვიზახ, იმიტომ რომ ჩვენ საუბრობთ რაზე?
რომ წერა რა ვისაუბრეთ, რომ ჩვენ ვინმეს განსაკითხად კი არ ვიძახით რაღაცას, კი არ უნდა იძახდე ადამიანი, პირიქით თანაგრძნობით ვიძახით ამას, ანუ და იქნებ შეხვდეთ, ხო, ბევრი ყოფილა, რომ შეხვდებით ამ მდგომარეობას და უკვე არ იცი ადამიანმა, იმიტომ მოლოდინი სხვა გაქვს, ადამიანისგან სულიერი ცხოვრების მოლოდინი გაქვს, რაღაცა აი მაღალი სულიერი რაღაც კატეგორიებისა მოლოდინი გაქვს და უცებ დაგხვდება, რომ შეიძლება ადამიანს არ აქვს ეს. აი არ გააჩნია ადამიანს ეს და ისიც ჩვეულებრივ რეაგირებს ნებისმიერ განსაცდელებზე და მასაც არ შეუძლია საკუთარ თავს უარი უთხრას რაღაცა ისე იგი მიწიერზე და ნუ მოკლედ ფიქრობ ადამიანი რა ხდება კაცო ეს რატო არის და ამიტომ ჩვენ ყველა უნდა ვიცოდეთ რომ სულიერი ცხოვრება სხვა რამეა, სულიერი ცხოვრება შინაგანი ცხოვრებაა და ამიტომ ვის ძლიერი არის სულიერად შინაგანად ის ადამიანები ამ ადამიანებს შეუძლიათ თავისთავად მარტო. ეხლა მე გეტყვით სამ ნაწილისგან შემდგარ, აი სამი ნაწილისგან შედგება ეს მოკლედ ეტაპები არის, ესე ვთქვათ, სხვადასხვა ეტაპზე როგორ უნდა გაჩერდე ადამიანი ამ მოკლედ უეცარი შემოტევებისგან, აი ვნებების შემოტევებისგან, ხო? პირველი აი, როდესაც დილით დგებით, პირველი ნაწილი, როგორ უნდა ვემზადებოდეთ ამისთვის, რა? ანუ, აი, ქრისტიანი ადამიანი, რომელიც დილით დგება და ლოცულობს, ხო? გახსოვდეთ, რას აკეთებს ის? რომ აი, დღისთვის ემზადება. ის თავისთავად უშვებს საკუთარ თავში, რომ მას მრავალი წინააღმდეგობა შეხვდება ამ დღეს. ანუ, რომ ის ქრისტიანია და რომ ის, ანუ ბრძოლაში შედის. ანუ ამ წუთის სოფელში შედის და ეს კი არ ძაბავს მას, ანუ აი მე ახლა მე უნდა ვიბრძოლო და ესე კი არა. არამედ ვიცი სამყარო როგორია. ეს წუთის სოფელი ბოროტსაზე და რო დგას. ანუ ადამიანები ზოგადად ადამიანური ბუნება არასრულყოფილია, ხო? სხვადასხვანაირად ესმის რაღაცები, ტყუილი და მართალი, კეთილი და ბოროტი, ესე იგი თეთრი და შავი, ასე შემდეგ. მოკლედ ვიცი რომ ესეც სამყაროში შევდივარ. ამიტომ პირველი ქრისტიანი ადამიანი გაიღვიძებს თუ არა და ლოცულობს და შეუდგება ვთქვათ, აი ყოველდღიურობას, ესე რომ ვთქვათ, ის აუცილებლად იძახის, რომ მე ამ დღეს ემზადება მაგისთვის, რომ ვიცის, რომ ამ დღეს მას შეხვდება გარკვეული წინააღმდეგობა. აი ეს დარწმუნებულია და იცის, რომ გარკვეული წინააღმდეგობა შეხვდება, ხო? იმასაც უშვებს, რომ შეიძლება შეურაცხყოფა შეხვდეს. ანუ ნახეთ, შეიძლება ვიღაცამ შეურაცხყოფაც კი მოკლედ მიაყენოს, ხო? რომ წუთის სოფელში შემოდის, სადაც ბევრი ცდუნება, ანუ ვიღაცა შეეძდება, რომ რაღაცაში გაცდუნოს. ხო, თავისთავად, ხო? და ამ მოკლედ იმაში, აი ამ ბრძოლის იმაში შეიძლება მიიღო გარკვეული ჭრილობები, სულიერი ჭრილობები. ანუ პირველი ნაწილი რაც არის, ქრისტიანი ადამიანი ყოველ დღე უნდა ემზადებოდეს ამისთვის. მაგრამ ამისთვის ჩვენ ვერ ვემზადებით. რატო? იმიტომ რომ ჩვენ ყველანი გვარწმუნებენ ზოგადად და ჩვენ თვითონაც ვფიქრობთ, რომ აი რაღაცა ჰედონისტები ვართ, გამიგეთ, აი როგორი ისავართ, ისე რომ აი რაღაცა აღფრთოვანებებით ცხოვრობთ და ანუ აი ბედნიერებისა, სიხარულისა, სულ აი მოლოდინში ვართ. ანუ ამ დღე მომიტანოს, აი ჩვენ რო ლოცულობთ ხოლმე, რას ვიძახით, ღმერთო მომიტანე ამ დღეს რაღაცა ბედნიერება, რაღაცა ჰარმონია, ანუ აი უკვე ვიწყებთ დღეს საბოლოო ჯამში თან ქრისტიანი ადამიანი თორე ხა ვინც ეკლესიის გარეთ არის თავისთავად ახლა იმას ვერაფერს ვერ ეთქვი, იმიტომ რომ ის ამის მაძიებელია და ანუ ჩვენს ქრისტიანი ადამიანებით ამით ვიწყებთ სამწუხაროდ, რომ აი რაღაცა ესე ჰედონისტური რაღაცა ხედვები გვაქვს ჩვენს, რომ ისე იგი აი ღმერთო ის მომეცია რაღაცა ბედნიერი დღე მომეცია, ესე დღე მომეცია. არა. აი ნახეთ, სულიერი ადამიანი ის ვინც სულიერად ცხოვრობს ზოგადად, ანუ ვინც იცის და ზოგადად ცხონება უნდა და იცის რომ ანუ მაგისტრალურ გზაზე მიდის რა, ცენტრალურ გზაზე მიდის, სადაც ცხონებაში მიაქვს, ანუ უფალი რო იძახის რომ ვიწროა გზა, რომელიც ცხონებაში მიდის, მაგრამ ფართოა გზა, რომელსაც წარსაცმელში მიყავს, ხო? ანუ ქრისტიანმა ადამიანმა იცის რომ ვიწროა ეს გზა, მაგრამ მთავარი გზაა და უმნიშვნელოვანესი გზა. ამიტომ დილით ვიღვიძებ თუ არა, ანუ ვიღვიძებ თუ არა, თან მეღიმება ამაზე. აი მეღიმება რას გულისხმობს? ვიცი ერთხელ ერთმა მოაზროვნემ თქვა ესეთი რაღაცა, რომ ბედნიერიაო ადამიანი და გახარებულიაო, როდესაც ატყუებენო და იცის რომ ატყუებენ, ანუ სიმართლე იცის და ატყუებენ. ხო და აი ეს წუთის სოფელი საბოლოო ჯამში ჩვენ ხო გვატყუებს ამით, ანუ რომ ჩვენ ამ წუთის სოფელში ეს ბედნიერება და ჰარმონია და რაღაცები უნდა ვეძებოთ თავისთავად და უცებ ქრისტიანმა ადამიანმა მიხვდა. ანუ მიხვდა ქრისტიანმა ადამიანმა, რომ ეს წუთის სოფელი თლად ასეთი არ არის. ანუ ამ წუთის სოფელში დილით
ანუ ეგ აღიმებული ვიძახი რა, ეს მიხვედრილი ადამიანი, მადლობა, ღვთის მადლიერი ხარ, რომ მადლობა ღმერთო, რომ ამას მიმახვედრე, იმიტომ რომ მე ვცხოვრობ სამყაროში, სადაც ეს სამყარო ბოროტსაზე დადგას, აღარ ჩამოთვლი. ანუ ეს არის სადაც აუცილებლად მრავალი წინააღმდეგობა ხდება ადამიანს ამ გზაზე, ცხონების გზაზე. შეურაცხყოფად შეიძლება მოყვეს ამას, რომ ვიღაცამ შეურაცხყოფა მოგაყენოთ და რაღა მოგვაყენოს რაღაცა, ცდუნებებია ძალიან ბევრი, შეიძლება ცდუნდეს ადამიანი და მოკლედ აუცილებლად რაღაცა ჭრილობებსაც მიიღებ, ხო? ამიტომ მომზადებული უნდა იყოს. აი ადამიანი, როდესაც მომზადებული ხარ ბრძოლისთვის, ხო? რა თქმა უნდა, უფრო ამტანი ხარ, ხო? ადამიანს შეგიძლია გაიმარჯო კიდეც, ხო? გაიმარჯო ამ ყველაფერზე. თუ ადამიანი მომზადებული არ ხარ, ამიტომ სწრაფად ეს იმპულსები სწრაფად გვიმონებენ. აი საშინლად გვიმონებენ ეგრევე. ადამიანი, ისე იგი, ნათქვამი არ აქვს რაღაცა, ანუ ისე იგი წინააღმდეგობას გაგვიწევენ თუ არა ვიღაცა, იმ წუთში ბრაზდებით, გიჟდებით ეგრევე ბოდიშთან გამოთქმაზე, მაგრამ წყობილებიდან გამოვდივართ, აი კარგავთ საკუთარ თავს, ვიღაც წინააღმდეგობა შეხვდება თუ არა ადამიანი და თან როგორი წარმოდგენა გვაქვს, იცი რომ ჩვენ რო ქრისტიანები ვართ, ჩვენ ხო ჭეშმარიტებას ვატარებთ ზოგადად, ანუ ჩვენ თავიდან ბოლომდე ჭეშმარიტება ვართ და ამიტომ ჩვენ წინააღმდეგობა არ გაგაგვიწიოს ვინმე. არა და აქეთ მაცხოვარია, რომელიც გვეუბნება, რომ თუ კი მე მდევნეს, თქვენს აქ დევნიანო. თუ კი ჩემი სიტყვა შეიწყნარებენო, თქვენი სიტყვა შეიწყნარებენ, მაგრამ ჩვენ ვიცით ქრისტეს რაც გაუკეთეს, ხო? წუთისოფელმა, წუთისოფლის სულისკვეთებამ რა გაუკეთა? ისე იგი სამარცხვინო ჯვარზე გააგრა, მოკლა ჭეშმარიტება, ანუ ქრისტეს სიტყვა გააჩუმეს, დაადუმეს. ანუ შეეცადნენ ყოველ შემთხვევაში რომ დაედუმებინათ, კი ვერ დაადუმეს, მაგრამ მათი გაზრახვა ეს იყო და ამიტომ რატო გონიათ ჩვენ ქრისტიანებს, რომ ჩვენ რო გამოვალთ, ჩვენ წინააღმდეგობა არ გქონდეს. პირიქით, თუ წინააღმდეგობა არ აქვს, უნდა ჩათვალო რაღაცას არასწორად აკეთებ. თუ ამ წუთისოფლში წინააღმდეგობა არ აქვს, თუ ამ წუთისოფლში ვიღაც შეურაცხყოფას არ გაყენებ შენი ამ ცხოვრების გამო, თუ არ ესე რომ ვთქვათ, ანუ ცდუნებები არ არის აი ამ გზაზე და თუ რაღაცა ესე რომ ვთქვათ, ჭრილობებს არ იღებ, მაშინ ისე იგი არასწორ გზაზე დადიხარ, ისე იგი დადიხარ იმ ფართო გზაზე. და თუ ვიწრო გზაზე დადიხარ ადამიანი, აუცილებლად ჭრილობებს მიიღებ. შეურაცხყოფასაც, დაცინვასაც, რაღაცა განკითხვასაც, ყველაფერს მიიღებ ადამიანი, იცი რომ ეს გზა ამ გზაა, იმიტომ რომ ქრისტეს გზაა, ჯვრის გზაა. ჯვარცმის გზა არის, ხო? და აი ამ დროს უნდა შეეცადო რომ მადლიერებით და შფოთის გარეშე და მადლიერებით მოითმინო ადამიანმა რა ეს ყველაფერი, ხო? თუ გაქვს ამისი უნარი და აი ეს გვჭირდება სახლიდან გასვლის წინ, ასე უნდა ვემზადებოდეთ რა. პირველი ნაწილი იცოდეთ ყველამ, რომ ღმერთს თხოვეთ, აი დილით, როდესაც ლოცულობთ, აი ამ ლოცვაში ჩააქსოვეთ ესო, ღმერთო მომეცი ძალა. აი ამ ისე იგი რომ შენს გზას არ მოვაკლდე, ანუ ცხონების გზას არ მოვაკლდე, რაც არ გინდა შემკვდეს, რა განსაცდელიც არ გინდა იყოს, ხო, რა შეურაცხყოფაც არ უნდა იყოს, ყოველთვის მოკლედ მახსოვდეს, რომ შენ აი ემზადები სასუფევლისთვის და ამიტომ ნახეთ როგორ არის კიდე შემდეგი ნაწილი რა არის, ხო, აი მომზადება ამისთვის და გაწვრთნა საკუთარი თავისა, ეს არის ზუსტად მოკლედ რომელიც ამცირებს შფოთვას. პირველი ნაწილი, აი ეს არის მომზადება ამცირებს ჩვენ შინაგან შფოთვას. იმიტომ რომ ვიცოდი რომ ეს იქნებოდა. აი რა ხო, ანუ რომ მიდიხარ ხა ადამიანი ხო ხდები რომ ისე იცი რომ ვიღაცა შეიძლება შეგეწინააღმდეგოს. უკვე მომზადებული ხარ ადამიანი და ეს პირველი ნაწილი, აი ძალიან პირველი ნაწილი, ამას უნდა ვაკეთებდეთ ყველა. მოეშვით ძალიან გთხოვთ, აი კიდე მინდა გითხრათ, რომ მოეშვით თხოვნას იმისა ღმერთისადმი, თუ რამე ბედნიერება იქნება და სიხარული იქნება და ამ წუთისოფლის გარკვეული რაღაცა მართლა შინაგანი ის დაგჭირდებათ, უფალი ამას მოგანიჭებთ. გახსოვთ, ეძებეთ პირველად სასუფეველიცათა და სიმართლე მისი და დანარჩენი ყოველივე შეგეძინებათ. ამიტომ ჩვენ ამას არ ვეძებთ, არ ვევედრებით ღმერთს ამაში, რომ ნუ მოკლედ ვიცი რომ ღმერთი მოგვანიჭებს ამას და პირველი რაც არის ვევედრები რომ ისე იგი არა ვარ ჰედონისტი და რაღაცა ბედნიერებებისა და იმისისა რეალისტია ქრისტიანი ადამიანი არის ძალიან რეალისტი რა იცის სადაც მიდის სადაც რა ბრძოლაშიც უნდა შევიდეს გამიგე ამიტომ თუ ესეთი ხარ ადამიანი მაშინ წუთისოფელთან აღარ მიდიხარ გარიგებაზე ანუ სხვა შემთხვევაში უნდა გაურიგდე წუთისოფელს იმიტომ რომ შენ რო ბედნიერება გინდა შენ რო გარკვეულწილად რაღაცა ჰარმონია გინდა სიხარული გინდა აი ეს რაღაც აღფრთოვანებები რომელიც გრძნობისმიერია და ემოციურია მაშინ იმაში აუცილებლად რაღაც უნდა გადაუხადო
რაღაც უნდა გაიღო. ამიტომ უნდა გავურიგდე. რაღაცაზე მოკლედ როგორ ვთქვათ, იცი, ანუ საცდურს ვერ გაუძლებ, ანუ სტუნებას უნდა აყვე და მოკლედ საკუთარი სული უნდა ზღვიო, ხო და არა და უფალი გეუბნება რა მისცეს კაცმა ნაცვლად სულისათვის ისა. აი ეგ ხდება ეს ყველაფერი, ეს ბრძოლის ისა, განწყობით არის, აი რა განწყობით იწყებ. ანუ შენ ხო რეალურად იცის როგორ წუთის სოფელში გადიხარ, ხო? გადახედეთ დღევანდელ წუთის სოფელს, როგორია დღევანდელ წუთის სოფელი. თქვენ ხო ხდებით სად გავდივართ, რა ვითარებაში გვიწევს ყოფნა და ამიტომ აი შინაგანი სიხარული უნდა გქონდეს თან ადამიანს, რომ ვიცი სადაც მივდივარ და ღმერთო ძალა მომეცი, იმიტომ რომ ვიცი რომ შენთან ერთად მე შემიძლია ეს ყველაფერი დავწლიო. აი მეორე ნაწილი უკვე. ეხლა თქვათ გამოვედით, ხო? გამოვედით იმიდან აქვია სახლიდან და სულიერ ადამიანს რა ძალა აქვს, ანუ აი როგორი ძალა უნდა გქონდეს, მეორე ნაწილი რა არის. თქვათ გამოხვედით და წააწყდით ვინმეს ან შეურაცხყოფას, ან რაც ჩამოთვალეთ, რაღაცა გარკვეულ სიძნელეს, საცდურს და ასე შემდეგ. ვიღაცა გლანძღავთ ან შეურაცხყოფას გაყენებთ, ხო? აი რა უნდა გააკეთოთ? სულიერი ადამიანის მთავარი დამახასიათებელი თვისება ამ დროს, ანუ ვინ სულიერად ცხოვრობს, გაჩერდი ცოტა ხანი. აი როგორ გითხრათ, იცი, აი ამ დროს იწყება ზუსტად, აი როგორ გითხრათ, იცი, ადამიანის აი ამ მოსული გარკვეულწილად გარე, ესეთი აი უეცარი შემოტევის გარკვეულწილად გადააზრება შინაგანად. ანუ გულში შფოთმა არ უნდა შეაღწიოს. გულში შფოთმა არ უნდა შეაღწიოს და აღშფოთება არ უნდა იყოს და მთელი ეს ყურადღება უნდა მიემართოს, ჩვენი მთელი ყურადღება უნდა მიემართოს დაცვას გონებისკენ. და აი ახლა გონებაში რა ხდება? ნახეთ, აი მე აი აქ ხდება ყველაზე მთავარი. როდესაც ეს ლანძღვა და როდესაც განკითხვა, ან რაღაცა ისეთი აი შეურაცხყოფის მოყენება მოდის ადამიანში, ხო? ამ დროს აი პირველი იმპულსი რაც უნდა იყოს, პირველი უნდა იყოს, რომ დაიცადე ცოტა ხანი, შეჩერდი ცოტა ხნით, სანამ რაღაცას იტყვი და არა მხოლოდ იტყვი, არამედ სანამ დაიწყებ მოკლედ გადამუშავებას, აი ანუ როგორ გითხრათ, სანამ ეს ინფორმაციას გაატარებთ გულამდე და გულში ჩაუშვებთ რა. ყურებით ხო შემოვიდა ხათ, ყველა თქვენთაგანმა იცის, რომ 5 გრძნობის ორგანო, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, ესენი კვებავენ პირველ რიგში ჩვენს გონებას, ხო? აქ შედის მთელი ინფორმაცია, გონება აანალიზებს ამას, გონითინ ანუ გონება აანალიზებს ამას და მე ილექება ეს ყველაფერი ჩადის ადამიანის ცენტრში, ანუ ადამიანის გულში და იგროვდება მთელი ეს განწყობები და განცდები და ჩვევები და თვისებები. ამიტომ პირველი, ანუ მოდის თუ არა ეს, აუცილებელია ძალა ქონდეს ადამიანს იმისი, რომ შეჩერდი ცოტა ხანი. შეჩერდი ცოტა ხანი და იწყება შემდეგი. ეხლა ვიღაცამ შეიძლება მითხრას, აუ ეს მე გეუნებით ვისაც გინდათ, რომ აი სული მართლა ძლიერი ქონდეს და სიმშვიდე ქონდეს სულიერი. ანუ ამ წუთის სოფელმა ვერ შეძლოს შენი ესე რომ ვთქვათ, დამონება, დამორჩილება, საცდურში ჩაგდება, ანუ სასუფეველის გზიდან მოწყვეტა, იმიტომ რომ ბოროტის სული ხო ყველაფერს ცდილობს, ხო ადამიანი ოღონდაც ამ სასუფეველის გზაზე არ იყოს და ეხლა მე ვისაც გინდათ, ანუ ჩვენ ხო ამაზე ვსაუბრობთ, ხო? მე არ ვეუბნები არავის კაცს, ყველას თავისი არჩევანი აქვს, ხო? აირჩიოს ადამიანმა როგორ იცხოვროს, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ სულიერ ცხოვრებაზე, ხო? ვისაც უნდა მართლა რომ სულიერად იცხოვროს და გამომდინარე აქედან ნახეთ, აი რა ხდება ამ დროს რა, ნახეთ, როდესაც ეს პირველი ეს ინფორმაცია, ანუ ესე ვთქვათ, თავში შემოდის, ეს უეცარი შემოტევა იწყება გონებაში, პირველი რაც უნდა იყოს იმპულსი, ადამიანი უნდა შეჩერდე ცოტა ხნით, აი ცოტა ხანი უნდა გაჩერდე და იწყება რა, ნახეთ, აი უკვე აქ ძალიან მნიშვნელოვანია რა იწყება, ნახეთ, დაპირისპირება შემოსულ ვიღაცის მიერ ნათქვამ აზრსა და ჩემს გონებაში დამკვიდრებულ აზრებს შორის. ანუ ჩემი გონება დაცული უნდა იყვეს წმინდა წერილისეული სწავლებებით და მამათა ცხოვრებისეული სწავლებებით. ნახეთ, რო შემოვიდა რაღაცაზე, ვიღაცა მითხრა, რომ ესეთო და ისეთო, ხო, უცებ უნდა გამახსენდეს სახარებიდან რაღაცა ნაწილი. გამიგეთ, რომ
იფიქრო ადამიანმა, ეს კი არ არის ილუზია, ნახეთო კი, ანუ აი ხშირად ჩვენ ვიცით ხოლმე, რომ არავინ არაფერს არ გვეუბნება, დაუკვირდით, რომ არავინ არაფერს არ გვეუბნება, არ იმაშვება, ერთ ამბავს მოგიყვებით, ანუ ერთ-ერთ სასულიერო პირს, ანუ იმას გიზავთ, თან გახალისდებით კიდეც, ხო? ერთ-ერთი სასულიერო პირი იყო და მოკლედ რომ გამოდიოდა ხოლმე ქერუბინთას დროს საკუთარ თავს იხსენიებდა ხოლმე და ბოლოში იხსენიებდა უღირსი მღვდელი სახელს დაასახელებდა მოიხსენოს უფალმა და თავის საკუთარ მოკლედ თავს იხსენიებდა ხოლმე. ახალმა იმან დაიწყო ერთმა, ისე იგი მოხუცებულმა ქალმა დაიწყო სიარული და უთხრეს რომ მოსახსენებელი უნდა იქონიოდა. ნუ მოკლედ ეს ადამიანი წირვებს ხო ესწრებოდა და რო დაიწყო იქ პატრიარქი ჩაწერა, იქ ადგილობრივი მღვდელმთავარი ჩაწერა, ასწავლეს როგორც უნდა ჩაეწერა და შემდეგი ამ მოძღვრის ის უნდა ჩაეწერა და ამ მოსახსენებელში ჩაწერა უღირს მღვდელი და სახელი მოკლედ. ხო და ეს მოსახსენებელი რო შეგზავნეს ამ სასულიერო პირმა ნახა. ხო და მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ თავს იხსენიებდა ხოლმე უღირსი მღვდელი ესა და ესე გამოვიდა და უთხრა, რომ ეს წაშალეო, რატო დაწერეო ესეო ეს. ანუ რა მინდა ვთქვა, ზოგადად სხვა ადამიანები როცა რაღაცას გვეუბნებიან ხოლმე, ანუ როცა არაფერს არ გვეუბნებიან მსგავსა, ჩვენ ვიცით ხოლმე საკუთარ თავზე, აუ მე ისეთი ამპარტავანი ვარ, მოკლედ მე ისეთი ქედმაღალი ვარ, მე ეგოისტი ვარ, მე ესეთი ვარ, უწმინდური ვარ, ესა ვარ, ისა ვარ. ამასაც იმიტომ ვაკეთებთ ხშირ შემთხვევაში, რომ ჩვენი როგორც ქრისტიანების, როგორ გითხრათ, ისე აი რაღაცა გარკვეულ სიმაღლეზე აყვანა გვინდა, რომ ნახე, როგორი ქრისტიანია, აი ვაიმე ყოჩაღ, ესე იგი ეს რო საკუთარ თავზე ამას იძახის, ყოჩაღ, იმიტომ რომ ვის შეუძლია ამის თქვა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი შინაგანად მართლა ასე თვლის. და აი ეს ლაპარაკი, რომელსაც შენ იძახი, რომ მე აი ლოცვის დროს, გარეთ ვიღაცასთან ლაპარაკის დროს არა, აი ლოცვის დროს, როდესაც იძახი, რომ ანუ ხო არის იქ უფალო ღმერთო გამწმინდე მე ცოდვილი, ხო, ღმერთო გამწმინდე მე ესეთი, ანუ ესეთი ვარ ზიარების ლოცვაში, რამდენი რამე წერია იქ, ხო? ისე იგი თავისთავად იმდენი ცოდვებია მოყვანილი ადამიანისა და მოკლედ აი ამ დროს, როდესაც ადამიანი ამას ფიქრობს, უნდა ვიცოდე, რატომ ფიქრობ, რომ ეს ასეა. ანუ მართლა ვარ ეგოისტი, მართლა ვარ ამპარტავანი და რასთან მიმართებით გულისხმობ, რომ მე ვარ ამპარტავანი. ანუ წმინდა წერილიდან აი როგორ ვთქვით, გახსოვს წეღარო დავიწყეთო, წმინდა წერილი საკუთარ თავზე უნდა მიიტანო. აი აქ დგება ეს მომენტი. აი აქ დგება ეს მომენტი, რომ წმინდა წერილიდან გააზრებული უნდა მქონდეს საკუთარი თავი. რომ მე ამპარტავანი ვარ, მე ანუ არა ვარ თავდაბალი, მე ვთქვათ იქ რაღაცა ადამიანს ბილწი ფიქრები მაქვს, ისა მაქვს, ესა მაქვს და ანუ აი საკუთარი თავი წმინდა წერილით შეფასებული უნდა მქონდეს და ეს ფრაზები, რომელიც ანუ სახარებისეული მცნებები და სახარებისეული სწავლება, რომელიც არის და მამათა გამოცდილება, რომელსაც ახლა ჩვენ ავკითხულობთ, ეს არის ჩვენთვის ფარი. ვიღაცა მითხრა ეგეთი რამე გამლანძღა და მითხრა რომ ესეთო, ხო? ანუ იმ წუთში მე ვჩერდები, ჩუმდები და საკუთარი გონებიდან ამომაქვს, აი როგორც სკივრი რო იყოს საკუთარი გონება, საკუთარი ამ გონების სკივრიდან სწრაფად ამომაქვს რაღაცა სახარებისეული სწავლება, რომელიც მეუბნება, რომ მადლობა ღმერთს, ალბათ ესეთი ვარ, დიახ, ესეთი ვარ. ანუ ამითი ადამიანი გარე სამყაროსგან თავს იცავ. აი ეს არის აი მამები რასაც აკეთებდნენ ხოლმე, ხო? ანუ აი ეს საოცარი თავმდაბლობა, რომელიც ჰქონდათ, ზუსტად ამიტომ ჰქონდათ. იმიტომ რომ მათ საკუთარი თავი ჰქონდათ შეფასებული. ანუ მშვიდობის დროს, როდესაც მარტო ღმერთთან განმარტოვებულები იყვნენ, როდესაც ლოცულობდნენ, ხო? აი აქ საკუთარ უღირსებას, ანუ საკუთარი გულის შემოსრულებით ლოცულობდნენ, თავმდაბლები იყვნენ, სუსინანულში იყვნენ, ანუ საკუთარ თავს კარგად ხედავდნენ საკუთარ პატივმოყვარეობას, ამპარტავნებას, გამომდინარე სახარებისეული სწავლებიდან და მამათა სწავლებიდან. და აი როდესაც მე უკვე ეს ვიცი და ეს ჩემ თავში არის და არსებობს, ხო, გამომდინარე აქედან, როდესაც ვიღაცა შეურაცხყოფას მაყენებს, აი პირველი რაც მახსენდება ადამიანს, ხო, აი რაღაცა ღმერთს ვიცი რომ უყვარ ვარ. აი მაგალითად ეს უნდა გაიხსენო. მე რამოდენიმეს გეტყვით, შეიძლება სხვა რამე გაიხსენო, მაგრამ ღმერთს ძალიან უყვარ ვარ. ვიცი რომ ღმერთს ძალიან უყვარ ვარ და ესეც მის მიერ მოვლენილი არის ჩემს გამოსაცდელად, რომ მე ეს სიყვარული დავამტკიცო.
ანუ უფალი ისე არ დაუშვებდა ამ ყველაფერს, ისე იგი მჭირდება ეს ყველაფერი ადამიანმა ამ შეურაცხყოფას მაყენებს. ასე ფიქრობენ სულიერი ადამიანები, მიხვდით? აი ეს არის სულიერი ცხოვრება. ხო და ანუ პირველი რაც მახსენდება, აი ეს არის ღმერთს რო უყვარვარ და ღვთის ხელიდან არის მოსული ეს რაღაცა, რომ ღმერთს უნდა რომ გამაძლიეროს, მოკლედ, ანუ ამპარტავნება ჩემი დაამცროს, აღმოფხრას, ისე იგი დაამარცხოს ჩემში ეს ამპარტავნება, თამოყვარეობა და ეგოიზმი. და მეორე კიდე რაც უნდა გაიხსენო ადამიანმა, მამები იძახიან ხოლმე კიდევ ამას, გაიხსენე ჯვარცმული მაცხოვარი. ანუ მაცხოვრის ჯვარცმა, რომ რა გაუკეთეს მაცხოვარს ამ წუთი სოფელმა და ამ წუთი სოფლის სულისკვეთებამ, წარმოიდგინე რა გაუკეთა და ეს შენი ტანჯვა და შენი რაღაცა შეურაცხყოფა არაფერი არ არის, თან ამას აკეთებს საკუთარი თავისთვის. მაცხოვარმა კი თვითონ არაფერი ბოროტი არ აქვნაო, წმინდა წერილში ხო არის ავაზაკი რო იძახეს, ამან არაფერი ბოროტი არ აქვნაო. ხო, ამიტომ ანუ მაცხოვარმა ჩვენი ტკივილებისთვის, ჩვენი ცოდვისთვის, ჩვენი დაცემულობისთვის აიღო საკუთარ თავზე ეგ და შენ მინიმუმ საკუთარი თავის ესე რომ ვთქვათ, საკუთარი თავის გამო მაინც გიწევს ამის ტვირთვა. ანუ შენ სულიერი ცხოვრებისთვის გიწევს და ამიტომ შენი ჯვარია ეს. შენი პატარა მომცრო, ანუ მაცხოვრის ჯვრის მსგავსი ჯვარი არის, შენ ეს არის საკუთარი თავი, მოკლედ ჯვარი და ამიტომ აი სულიერი ადამიანი ამ როგორ გითხრათ, იცი, სახარებისეული სწავლება ამიტოა საჭირო. ხშირად ადამიანებს გონიათ ხოლმე, რო ვეუბნებით ხოლმე, რომ აი მე რო ვეუბნები, რომ წმინდა წერილი იკითხე. ანუ რა უნდა მოუყვანო ამ დროს? ნებისმიერ ცხოვრებისეულ, აი განსაცდელში, რაღაცა განსაცდელი დაგემართა. გარდაგეცვალა ვიღაცა, უცებ ჯანმრთელობის პრობლემა, გაიგე რომ ძიმე დიაგნოზი გაქვს რაღაცა. რა უნდა ქნა ამ დროს? ნახეთ რა დღეშია ხოლმე ადამიანი ამ დროს. დააკარგავს, ანუ ეკლესიის წევრი, საერთოდ კარგავს თავს, ვერ იგებს რა გააკეთოს. რატომ? იმიტომ რომ აი ეს წმინდა წერილისეული, ანუ ესე რომ ვთქვათ, სიმყარე, ფარი, ანუ ესე რომ ვთქვათ, აი დაცვის, ესე იგი სულის დაცვის მექანიზმი არ აქვს, გამიგეთ, ანუ წმინდა წერილისეული არ აქვს, აი გამოცდილება არ აქვს ადამიანს, სულიერი გამოცდილება არ აქვს, რომელიც დამყარებული უნდა იყოს სახარებისეულ სწავლებაზე და სულიერი ცხოვრების მოკლედ განსწავლაზე. და თუ კი ადამიანს ესენი არ გაგაჩნია, მაშინ ანუ რო ავყვეთ ზემოთ, ვერ შეძლებ ვერაფერს. გამორიცხულია, ვერ შეძლებ. რომ ცევედრო ღმერთს რომ უფალო, აი მე ვიცი რომ ამ წუთი სოფლის იმაში უნდა გავიდე, ამასაც ვერ შეძლებ ადამიანი, მაგის თქმასაც ვერ შეძლებ. ყოველთვის ეცდები რას? დაიმალო. ანუ ღმერთს შეევედრები რას, იცი? აუ ღმერთო მომაცილე ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მე არაფერი არ შემიძლია, მე არ მაქვს არანაირი სულიერი ძალა, რომ ამ ყველაფერს გაუძლო, ამ განსაცდელებს გაუძლო. გეხვეწები არანაირი ჯანმრთელობის პრობლემა არ შემიქმნა, იმიტომ რომ მე არ შემიძლია ამ ყველაფერს გაუძლო. ანუ ჩვენი ლოცვაც ამიტოა ხოლმე, არანაირი განსაცდელი, ღმერთო მიხსენი განსაცდელისაგან და ადამიანს გონია რომ ყველანაირი განსაცდელისაგან უნდა იზვას და არა, უფალს ვევედრებით რომ ისეთი განსაცდელი არ მოგვივიდეს, რომ ჩვენ სული დავკარგოთ. ანუ ისეთი არ იყოს ეს განსაცდელი, რომ ადამიანმა საკუთარი თავი დაკარგო, ანუ ღმერთი დაკარგო, ესეთი არ იყოს ეს განსაცდელი, რომ მე არ ვიყო ისეთ მდგომარეობაში უფალო, რომ ვერ გაუძლო ამ განსაცდელებს, თორე განსაცდელი არ იყოს, რომ ამაზე კი არ ვევედრებით. მიხსენ მე განსაცდელისაგან, ნიშნავს, რომ მიხსენ მე ყველაზე მთავარი განსაცდელისაგან, რისა? რომ განსაცდელი რო ვერ ავიტანო. ანუ განსაცდელისაგან ხსნა არის ყველაზე მთავარი განსაცდელისაგან ხსნა, რომ მოვლენილი განსაცდელი, გასაჭირი და შეჭირვება რო ვერ ავიტანო. ეს არის ქრისტიანის მთავარი განსაცდელი. ხო და ამიტომ აი მოშლილია უკვე ადამიანის სულიერი ცხოვრება და დაუკვირდით ყველანი ჩვენ რას ვევედრებით ღმერთს. ვევედრებით წეღარას თქვით, რისიც დავიწყეთ, იდილიურ მდგომარეობას. ბედნიერება, ღმერთო სიმშვიდე მომეცი, ჰარმონია მომეცი, ეს მომეცი და ესეთი რამე არ ხდება მერე. და ადამიანი ხვდება იძახი რომ აი ღმერთი არ მისმენს, ღმერთი არ არის ჩემთან, ღმერთს არ ვახსოვარ, ღმერთს არ უყვარვარ და ასე შემდეგ. მოკლედ საბოლოო ჯამში ადამიანი შეიძლება ურწმუნოებაში გადავარდეს, საერთოდ ურწმუნოებაში, იმიტომ რომ ამდენი წელია ლოცულობდა, მაინც ავად გავხდი, ამდენი წელია ახსარებას ვამბობდა, ვეზიარები და მაინც ისე იგი ესე რომ ვთქვათ, მძიმე სენი შემეყარა და მაინც განსაცდელები მოდის და მაინც ოჯახში სიმშვიდე არ მაქვს და ასე შემდეგ და
ეს არ არის სულიერი გზა, ანუ უფალს არ აგვთქვია, უფალს არ მოუტყუებია ჩვენთვის რა. არ გვატყუებს ღმერთი და არ გვეუბნება რომ გინდა თუ არა თქვენ გექნებათ, როცა თქვენ იქნებით ეკლესიის წიაღში და მოკლედ რაღაცა სულიერ ცხოვრება შეუდგებით, თქვენ გექნებათ აი უზრუნველი ცხოვრება. არა, პირიქით, ეს ჯვრის გზა. ქრისტიანობა არის ჯვრის გზა, გოლგოთის გზა არის. ჩვენ გოლგოთის გზაზე მივდივართ და ამიტომაც აქ არა ვარ თანხმედრაში. ადამიანები წლებიან ეკლესიაში დადიან, მაგრამ სულიერად არ ცხოვრობენ. ანუ სულიერად ვერ ცხოვრობენ. არ იცი რა არის სულიერი ცხოვრება. სულიერი ცხოვრება გონიათ რომ ანუ ვილოცო, აღსარებას თქვა და ვეზიარო და საიდუმლოებებშიც მივიღო მონაწილეობა მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის რომ რა ბედნიერი ვიყვე, გახარებული ვიყვე, ჯამრთელი ვიყვე, რაღაცა ესეთი აი სუახთოვანებებით ცხოვრობდე და ეს არის ყველაზე დიდი როგორ გითხრათ ისე საკუთარი თავის შეცდომაში შეყვანა და თუ ვინმე ამას გვეუბნება იმანაც თვითონაც არ იცის საბოლოო ხშირად არის ხომ ეუბნებიან ხომ ადამიანებს რომ წამოდი ეკლესიაში არე და არ გინდა რომ კარგად იყვე ხშირად არის ხოლმე რომ ავად რო ადამიანი და ოჯახის წევრებს უნდა რომ მიხვიდე და აზიარო რას ეუბნებიან ხოლმე იცით იმას აი ხლა მამაო მოვა და გაზიარებს და გამოჯამრთელდები და აი წამალია წამალი და აი ამაში ცხოვრობთ ანუ თვითონ ანუ ეკლესიური ადამიანებიც ამავეს ეუბნებიან ხოლმე ასე ფიქრობენ და აზრობენ იმიტომ რომ თვითონაც ამიტომ ეზიარებიან ხშირად ადამიანები ამიტომ ეზიარებიან რომ კარგად იყვნენ ანუ აი როგორ გითხრათ ჯამრთელები რო იყვნენ და კარგი ბედი, კარგი იღბალი, თქვათ, მამაო მოდი ლოცვები წავიკითხოთ, რომ აი რაღაცა არ ვიცი, ესე იყვეს, ან ისე იყვეს, გამოცდა ჩავაბარო, რაღაცა გასაგებია, განა არ არის ეს, ამას არ უარყოფ. მაგრამ იმას ვერ ხვდებით, რომ ლოცვა არის რა, შინაგანი გაძლიერება ადამიანისა, რომ არსებული გამოწვევები რაც იყოს ღირსეულად მიიღო და თუ გიღმერთინებებს ისეც იყოს, როგორათაც ითხოვ. და არა უშუალოდ შენაძლევ ღმერთს, ანუ ჩვენ არ ლოცულობთ იმისთვის, რომ ღმერთს მივცეთ დირექტივა და უკარნახოთ, რა უნდა გააკეთოს, არა. ღმერთს ვევედრებით, რაც არ უნდა გადაწყვიტო უფალო შენ, რომ ჩემ ცხოვრებაში იყვეს, მომეცი ძალა, რომ ეს ისე გადავიტანო, რომ სასუფეველის გზას არ მოვაკლდე. აი ესაა ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს რომ თქვას ადამიანმა, ეს არ არის მხოლოდ თქმა, წეღარას თქვი, აი მე უღირსი და მე ესეთი არა, ხშირად ადამიანი ამას ლაპარაკობს, მაგრამ არაფერი საერთო ამასთან არ აქვს. ამ პარტავანი, ანუ შინაგანად ისეთი ამპარტავანია, შინაგანად ისეთი ქედმაღალია, რომ ამის თქმასაც როაც კიდევ ვიმეორებ, ამასაც როცა იძახის, იმიტომ იძახის, რომ წარმოაჩინოს თავისი ძალიან კარგი ქრისტიანობა. ამასაც ამ პარტავნებით იძახის, მაგრამ აი ამაზე რაზეც ახლა ვსაუბრობ, თუ ეს შეუძლია ადამიანს, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის უკვე იღწვის იმისთვის, რომ სულიერად იცხოვროს და ვერ იღწვის ადამიანი თუ კი თავმდაბალი არ არის. თუ კი მართლა რეალურად ლოცვის დროს და ფიქრის დროს, სახარების კითხვის დროს საკუთარ თავზე არ განიცადა ეს ყველაფერი, არ თქვა, რომ აი ქროა, აი თქვენ და ფარისეველნო, რომ მე ვარ ფარისეველი. ანუ იქ ვისაც უფალი მოკლედ განიკითხავს და იქ ვისაც უფალი აყვედრის ურწმუნოებას, მე ვარ ის ურწმუნო ადამიანი, ხო? ანუ აი თუ ეს არ აქვს და თუ სულიერი ცხოვრებით მაგალითად სულიერ კანონს კითხულობ ან წმინდა წერილის განმარტებას კითხულობ, იქაც საკუთარ თავზე მაქვს მიტანილი და ამიტომ თუ ესე ვარ თავისთავად ჩემში იბადება თავმდაბლობა. ვიცი რაც ვარ რა, ესე რო ვთქვათ ქრისტესთან ქრისტიანობასთან მიმართებაში და ამიტომ ადამიანს არ უჭირს. მაგრამ დღეს რატო უჭირს ადამიანებს? უიმედოები არიან. ღმერთზე მინდობა საერთოდ არ იციან. არც საკუთარი თავისა, არც საკუთარი ოჯახისა, არც საკუთარი როგორ გითხრათ ისე რა ვიცი ქალაქისა, ქვეყნისა, ძალიან გვიჭირს, იმიტომ რომ სულ მუდმივად აი ამაში ვართ. აი ჩვენ მაინც ამ წუთის სოფლისანი ვართ. ამ წუთის სოფელში გვინდა ყველაფერი და ნაკლებად ფიქრობს ადამიანი მოკლედ თავისთავად მარადიულ ცხოვრებაზე და მესამე ნაწილი, ანუ მესამე ნაწილია და ამითი დავასრულოთ, რომ ყველაზე შედეგიანი კურნება აი ამ ბნებების შემოტევებისა არის, ამას ახლა ყველა ვერ შევძლებთ, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ამ სამყაროში ვცხოვრობ და მოკლედ გარკვეულწილად
ყოველდღიურად გვიწევს სადღაც წასვლა, სამსახური იქნება თუ იქით-აქეთ წასვლა, ანუ გვაქვს ესე რომ ვთქვათ ობიექტური მოძრაობები და მოქმედებები, რომელიც ამ წუთის სოფელში უნდა განახორციელოს ადამიანმა, ანუ პასუხისგებლობები, რომელიც ჩვენ გვაკისრია, თქვათ, როგორც მამებს, როგორც დედებს, როგორც შვილებს, როგორც არ ვიცი, ამ ქვეყნის მოქალაქეებს, სადღაც სამსახურში, სადაც ჩვენ მსახურობთ, ხო, სხვადასხვა პასუხისგებლობები გაგვაჩნია, მაგრამ ამასთან ერთად, ნახეთ, ითვლება, რომ ყველაზე საუკეთესო ესე რომ ვთქვათ და შედეგიანი კურნება აი ამ შემოტევებისა, ვნებების შემოტევებისა არის მათი გამომწვევი მიზეზებისგან განშორება. ანუ, როდესაც ადამიანი აი ამ მიზეზებს განეშორება რა. აი, რო ვიცი, რომ იქ წავალ, ვიცი, რომ რაც მოხდება. ვიცი, რომ სუსტი ვარ. და მოკლედ მაინც ჩავარდები გარკვეულწილად რაღაცა განსასწრებში, ხო? და წინაზეც გითხარით და აქ არსებობს ორი რაღაც, აი ორი მიზეზი არსებობს, ხო? რა ორი მიზეზი არის ეს? ეს არის მოკლედ სიყვარული და სიძულვილი. აი ხშირად ადამიანებს აი მაქსიმე აღსარებელი ძახის ამას წინათაც თქვი, რომ ვნებაო რა არის, აი ვნება რა არის? ვნება არის გაუაზრებელი სიყვარული და უმისამართო სიძულვილი. ანუ ადამიანმა არის ის რა უნდა უყვარდეს და რა უნდა ზოლდეს. ადამიანს უყვარს ეს წუთის სოფელი. ადამიანს უყვარს ეს სიამოვნებები, რომელიც ამ წუთის სოფელს გააჩნია და შეყვარებულია მათზე. და აი ყველაზე რთული არის ეს, ნახე, როდესაც შეყვარებული ხარ ამაზე, ან ვინმეზე, ან რამეზე. ვინმეზე, ან რამეზე ხარ შეყვარებული და ხვდები, რომ ეს სიყვარული არის დამაზიანებელი, ანუ ვნებიანია, დამაზიანებელია ეს სიყვარული, აი ამ მიზეზებისგან განშორება უნდა შეეძლოს ადამიანს. აი ეს ძალა მესამე ნაწილი, რთული ნაწილია, მაგრამ უნდა შემეძლოს, ნახეთ, აი როგორ გითხრათ, იცით, აი აქ აღესრულება სახარების ის სიტყვები, რომ უკვე თუ მარჯვენა ხელი შენი გაცდუნებდეს, ხო? მოიკვეთე იგი, იმიტომ რომ ჯობია ცალხელა შეხვიდე სასუფეველში, ვიდრე ორი ხელით ჩავარდე ჯოჯოხეთში. და ასევეაო, მოკლედ, თვალი თუ გაცდუნებდეს, რა თქმა უნდა, ეს ფიზიკურზე არაა ლაპარაკი. მარჯვენა ხელი ეს არის, როგორც მამები ძახიან, საქმეები, ანუ ქმედება და თვალი ეს არის ადამიანის ფიქრი, აზროვნება, ანუ შინაგანი სამყარო და გარეგანი სამყარო, ეს ორი რაღაცა ეს არის. მოკლედ, ფეხი ეს არის მსვლელობა, ანუ ფეხი ეს არის, როდესაც ეს არის აი სვლად გზათა მშვიდობისათა, როდესაც ზეცხვებს სასულიერო პირი ნათლობის დროს, აი ზუსტად სვლად გზათა მშვიდობა, ანუ მსვლელობა არის ადამიანის მიმართულებაა, ხო? ანუ აი მოძრაობა, ხელი ეს არის მოკლედ საქმე, რა საქმესაც აღასრულებს ადამიანი და თვალი ეს არის მისი გონითი ნაწილი, ანუ შინაგანი ნაწილი, რომელიც არის სულის გონითი ნაწილი, ანუ ეს სულის თვალზე არის აქ თავისთავად საუბარი და აი აქ არის ლაპარაკი უკვე რომ ადამიანს, ნახეთ, ცოტა რთულ რაღაცას ვიტყვი, მაგრამ თუ სულის იცის, რომ სულის წარსაწმედელია იქ, სადაც მიდის და არ შეუძლია მაგალითად განეწყოს ადამიანი და შინაგანად განეწყოს, იცის, რომ სადაც მიდის, აი მიდიხართ იმაში სამსახურში და იცით, რომ იქ არის ადამიანი ვინმე, ან საქმეა მოკლედ ისეთი, ან ადამიანია ვინმე ისეთი, რომელიცაც გამოყავხართ წყობილებიდან. დილით დგები, შინაგანად მომზადებული და გინდა რომ მოკლედ რაღაცნაირად იცი რაც შეგხვდება იქ და ღმერთზე ვედრები გულწრფელად რომ უფალო მომეცი ძალა რომ ამ განსაცდელს წინააღმდეგობას, შეურაცხყოფას, სტუნებას, ემჭრილობებს გაუძლო. მერე თქვათ უცებ ეს ყისიერი თავდასხმა შეიძლება მოდიოდეს, ამასაც აღასრულებ ადამიანის შინაგანად, ანუ რომ ისე იგი ჩერდები, ჩუმდები, მერე მოგყავს რაღაცა ეს სახარებისეული სწავლებიდან მოგყავს რაღაცა ისინი, რომ იმ ადამიანის შემოტევას გაუძლო და ანუ ცხონების გზას არ მოაკლდე, მაგრამ აი თქვათ ესენი უკვე აღარ შეგიძლია, ანუ უკვე ისეთი ვითარება, ან სამსახური ისეთია,
ან მაგალითად მართლა სულის წარწმედელი სამსახური ხა ხო არის სამსახურები რომელიც თქვა პირდაპირ წინააღმდეგობაშია ახლა მაგალითად ექიმი რომელიც აბორტს აკეთებს ხო ეხა ექიმი რომელიც აბორტს აკეთებს არ შეიძლება კიდევ ვიძახი უნდა შეეძლოს ის სამსახური დატოვოს ან უარი თქვას ნახეთ გამომწვევი მიზეზზე უარი უნდა თქვას ამაზე რომ მე მოკლედ არ გავაკეთებ ამას აბორტს მაგალითად არ გავაკეთებ მაგრამ ამავე დროს თუ კი უთხრეს არა მან უნდა გააკეთოს ეს აი როგორც წეღან თქვის ახარებაში მოიკვეთოს ხელი და მოიგდოს თვალი და მოიკვეთოს ფეხი ნიშნავს იმას რომ მას უნდა შეეძლოს მოიკვეთოს ეს ნახეთ მოიკვეთოს რა ეს მარტო მოკვეთა ის ხო არ არის შემოსავლის წყაროა ბევრი რაღაცა არის ამის უკან იქ ისე იგი პასუხისგებლობები ოჯახის მიმართ ბევრი რაღაც არის და აი აქ დგება უბრალოდ ზუსტად ეს მომენტი როდესაც რა მისცეს კაცმა ნაცვლად სულისათვის ის აი სულისა და სულის ცხონებისა და წარწმედის შუალედში დგას არჩევნის წინაშე დგას ადამიანი და აი იქ უნდა შეეძლოს ადამიანს რომ ისე იგი ის რაც უყვარს თუნდაც სამსახური უყვარს შეყვარებული აქვს სამსახური და ძალიან ისე იგი მისთვის ისე იგი ძალიან ისეთია ეს სამსახური არის რაღაცა შემოსავალი რომელიც იმ სამსახურიდან მოდის და გარკვეულ კომფორტს უქმნის ადამიანს სახში ის სამსახური რაღაცა აი უნდა როდესაც მიხვდება რომ ეს მისი სულისთვის წარწმენდელია უნდა შეეძლოს ამისი მოცილება აი ეს არის გამომწვევი მიზეზის მოცილება უნდა შეეძლოს ადამიანს ეს არის ყველაზე ისეთი რაც გითხარით მაგრამ არის ასევე ის რომ აი ხა მარხვაა ხო მაგალითად გეძახიან სადმე ან кейფია ან რაღაცა ისეთი ხინია რაღაც ხო აი აქ ადამიანმა უნდა გადაწყვიტო ხო მარხვაზე ხარ ხო რა არის შენთვის მარხვა ხო რა არის სულის ცხონებისთვის რა რა ასპარეზზე ხარ და მოკლედ იქ უნდა გადაწყვიტო წახვიდე თუ არ წახვიდე გაქვს თუ არა იმის ძალები რომ წახვიდე და ადამიანი ისე მარხვაში დარჩე ხო ცდუნებას გაუძლო და თქვა იქ სასმელი არ დალიო თუ ასე შემდეგ რა გარეგნულს ან თუნდაც განწყობა რა ხინში ხო სხვადასხვა განწყობა იქ ბილწიტყვაობა იქ რაღაცა ხან ისეთ იმაში გადადის ხოლმე რომ თავ აშვებულობა რაღაცა და ახლა ადამიანს ამას შეგიძლია თუ არ შეგიძლია ამიტომ მესამე ნაწილი არის მოკლედ რომ ადამიანს შეგეძლოს აი ეს რაც გიყვარს ესე რომ ვთქვათ აი რაც გიყვარს და რაც გძულს ჩვენ ხო გძულს თავმდაბლობა გძულს სიწმინდე გძულს გძულს რა იმით იცი იდეაში გიყვარს მაგრამ მისთვის ესე რომ ვთქვათ აი მისთვის შრომა გძულს მისთვის შრომა ადამიანს ძულს თავისთავად და აი ეს მესამე ნაწილი არის ზოგადად აი ამის ის რომ თავი აარიდო ადამიანმა სულიერი ესე გნებების იმას მოწოლას და აი მე მაგალითს გეტყვით ჩემთან ძალიან ბევრი ახალგაზრდები მოდიან ხოლმე რომ აი ეს თითქოს არ უფრთხილდებიან საკუთარ თავს იქ ღამის კლუბში წავიდა იქ წავიდა მე ის გასინჯა ეს გასინჯა და მოდიან საერთოდ დაშლილები აი მოდიან შინაგანად განადგურებულები აღარანაირი აი რაღაცა ზოგს აქვს რაღაცა ეს მე ეს ნერვოზული მდგომარეობები ნერვები აღარ აქვთ წყობრში და ზოგს უკვე ფსიქიკაც უკვე მორშერყეული აქვს აქედან გამომდინარე და ძნელია ხოლმე მათთვის მე რაღაცა დაძლიოს იმიტომ რომ შეიყვარეს ეგ ნახეთ შეყვარებული აქვს ის გარემო რომელშიც არის ეგ ღამის კლუბის გარემო იმიტომ რომ ეგ ყველაფერი სიამოვნებებთან არის მოკლედ დაკავშირებული და აი სულიერი ცხოვრება კიდე სულიერი ცხოვრება სხვა არის აქეთ აი ამ ყველაფერთან გაბრძოლებაა და სულიერი შინაგანი მოკლედ ძალების მოკრება არის და ამიტომ აი უნდა არჩიოს ადამიანმა რა ამაზე მაქვს საუბარი რომ ხშირად თქვენ ამბობთ ხოლმე იმას რომ ამაო კი ვლაპარაკობთ ამ ყველაფერზე მაგრამ როგორ გავაკეთო და აი მე ჩემი ეს საუბარი ხოლმე არის მცდელობა ამისა რომ როგორ გავაკეთოთ აი ესე უნდა გააკეთო სულიერი სიმშვიდე გინდა ცხონება გინდა პირველ რიგში გინდა შინაგანი რაღაცა აი მართლა იგრძნო ღმერთი შენს გულში და მართლა იბრძოლო იმისთვის რომ ღმერთი მოვიდეს
და ილუზიებში არის უკვე გამიგე ყოველდღიურად ჩაფლული ადამიანი, ისე იგი არც ენას უფრთხილდება, ლაპარაკობს რასაც უნდა, ილანძღება, სხვისთვის თვითონ ხდება საცდური და ასე შემდეგ და თან სულიერად ცხოვრობს. ანუ იმიტომ რომ რა, სულიერ კანონს არა, მოძღვრის მიცემულ კანონს აღასრულებს, დილით ლოცულობს, საღამოთი ლოცულობს, რავი, მოკლედ დამატებით კიდე რაღაცებს ლოცულობს, წირვაზე დადის, ლოცვაზე დადის, აღსარებას ამბობს, ზიარებას იღებს, სხვადასხვა საიდუმლოებებში იღებს მონაწილეობას და რა. არაფერი, შინაგანად ადამიანი ცარიელი. ანუ მკვდარი ნაყოფია შინაგანი. ხო და ამიტომ უნდა დაფიქრდე ადამიანი, მართლა გინდა და მე მინდა გითხრათ, რომ ხშირ შემთხვევაში ადამიანები, რომლებიც ამას არ ვინდომებთ, ხო, აი თაობები მოდიან, ეხლა ახალგაზრდა თაობა მოდის ეკლესიაში უკვე, ხო? გვიყურებს ჩვენ უფროს თაობას. ეხლა მოდიან ახალგაზრდა სასულიერო პირები, ხო? მეც ახალგაზრდა სასულიერო პირი ვიყავი და უფროს თაობასთან მქონდა ურთიერთობა. ეხლა მოდიან კიდე ახალგაზრდა სასულიერო პირები, რომელთაც ჩვაინტერესებს, ანუ მარტო ეს არის მართლმადიდებლობა, ქრისტიანობა? ანუ ეს არის ქრისტიანობა, რომ ადამიანმა ისე იგი ესე რომ ვთქვათ, მარხვა შევინახე, რამე ვჭამე, არა ვჭამე, რა თქმა უნდა ეს მნიშვნელოვანია, ანუ ნუ მიიყვანთ იქამდე, რომ ჭამა დღეს გამოვაქვეყნე მოკლედ 10 მცნება თქო, მარხვის დაცვისა, ვისაც უნდა თქო და ეს წაიკითხეთ მე ხამაზე აღარ შევჩერდები. ხო, ნუ მოკლედ რაღაცა მართლმადიდებლობის ძალიან პრიმიტიულ დონემდე დაყვანა არის. აი ჩვენ ხშირად უფროს თაობა, რაც ჩვენ ვიცით მართლმადიდებლობაზე, ეს არის გავჩერდით ამაზე და მოსულ ადამიანებს, ანუ ახალგაზრდებს ვეუბნებით, რომ ეს არის მართლმადიდებლობა და სამწუხაროდ არაა ეგ მართლმადიდებლობა. ანუ მართლმადიდებლობა უფრო ღრმა არის. ამიტომ ჩვენ ფეხი მაინც არ უნდა დაუდოთ და არ უნდა უთხრათ, რომ ეს არის მართლმადიდებლობა, არამედ უნდა უთხრათ, რომ აი მე ექამდე მივედი და მაგრამ მე ვიცი, რომ მართლმადიდებლობა ძალიან ღრმა, სულიერ ცხოვრება ძალიან ღრმა არის. იმიტომ რომ თუ ესე არ მოხდება, მაშინ მომავალი სასულიერო პირების, მომავალი მონაზვნების, ვინც ანუ აი დღეს ასეც ვაპარაკობთ, ეს უშუალოდ მონაზვნების შესასრულებელია, გვეყოლება ისინიც ესე იქნებიან, ანუ პრიმიტიულად აღიქვამდნენ იქნება ამ მართლმადიდებლურ ანუ სულიერ ცხოვრებას, ესე რომ ვთქვა და საბოლოო ჯამში თუ კი ის ვინც წინ უნდა მიდიოდეს, ელმავალი უნდა იყოს და წინამძღოლობდეს მოკლედ სულიერ ცხოვრებას, თუ კი ისინი ამ სულიერ ცხოვრებაში არ განისწავლებიან და განიწვრთებიან და ჩვენ არ გაგვიყოლებენ, მაშინ ნუ რაღა იქნება, ხო, ჩვენ ერის ადამიანები და ვინც ერში ვცხოვრობთ და რაღაცა, მათ შორის სასულიერო პირები, მოკლედ ვერ შეძლებთ რაღაცა შინაგანი სულიერი ცხოვრებაში წარმატების მიღწევას. აი, მოკლედ დღევანდელი საუბარიც ეს იყო, რა ვიცი, იმედია თქვენთვის სასარგებლო იყო. არ არის ადვილი, მინდა გითხრათ, სულიერი ცხოვრება, მე თავშივე გითხარით, ეს არ არის ანუ ადვილი, მადლობა ღმერთს, რომ არ არის ადვილი და ამიტომაც არის ეს საფრთხო. ადვილი რო ყოფილიყო ეს და ადამიანური გონების ნაყოფი ყოფილიყო, ამდენი ხანი ვერ გაძლებდა და ის აუცილებლად დამთავრდებოდა. მართლმადიდებლობა ამიტოა საოცარი, რომ უფალი ბრძანებს, რომ ანუ პავლე მოციქული იძახის ამას მკაცრავად, რომ იესო ქრისტე გუშინდა დღეს და იგი თავადია სუკუნისამდე, არ იცვლება ქრისტე, არ იცვლება ისე იგი მისი სწავლება და ამიტომ მოკლედ ჩვენ 21 საუკუნეშიც რო ვიქნებით, ვინც იქნებიან იმ დროს, დარწმუნებული ვარ, თუ ეს სამყარო იარსებებს კიდე და ადამიანი იქნება და იარსებებს, აუცილებლად ეს გაგრძელდება და სულიერი ქრისტიანა მართლმადიდებლური სწავლება, ქრისტიანული სიღრმისეული სწავლება არ დაიკარგება. შეიძლება ცოტას კონდეს, მათ ხო არის იძახის, რომ არა ბევრნი ვერ ცხონდებიანო, მართლების კი ცდუნდებიანო, ხო, მაგრამ ცოტა იქნება, შეიძლება იყოს, მაგრამ ამ ცოტაში ყოველთვის იქნება გაჟღერებული და ანუ როგორ ვთქვა, მაცხოვრებლები იქნებიან ამ ღრმა ქრისტიანული მართლმადიდებლური მოკლედ სულიერი ცხოვრებით და ამის იმედი მოგდა. რა ვიცი, ხა მე მაგალითად ეკლესიაში რომ დადიხარ ადამიანი, რა ვიცი, რანაირად შეიძლება ეს არ გინდოდეს. ანუ აი როგორ შეიძლება, რანაირად შეიძლება კმაყოფილდებოდე იმით, რითიც კმაყოფილდები ადამიანი და წლები რო გადის, აი 10, 15, 20 წელი ეკლესიაში ხარ და იგივე მდგომარეობაში ხარ, მე ძალიან მიკვირს ხოლმე, აი რაღაცა გარკვეული სიზარმაცის ბრალია ეს და რაღაცა შიში გვაქვს ამ სულიერ ცხოვრებისა, იმიტომ რომ ძალიან გვიყვარს ეს წუთისოფელი და ამ წუთისოფლის სიამეები და ამ წუთისოფლის სიამოვნება და მოკლედ ამისი დათმობა ადამიანს
არ უნდა და გადადებს ხოლმე, აი მე, აი რომ დავბერდები მე, ანუ ასაკი რომ მომემატება მე, მაშინაც ხვდება რომ ვერა, აი მე რომ დავბერდები და მე კაჩვილმა არ იცის რომ ესე იგი დავბერდებით თუ არ დავბერდები და მე რომ დავბერდებით მაგის ძალა გვექნება თუ არა კიდე რომ სულიერ ცხოვრება დავიწყოთ არავინ არ იცის, იმიტომ რომ დაბერების დროს უკვე შედეგები არის. შედეგებით შეიძლება ადამიანმა გაიხარო და შედეგებით იცხოვრო სულიერი ცხოვრებისა, რომ მაშინ უკვე გამოცდილება ქონდეს და არა მხოლოდ შენი ცხოვრება, არამედ ეს წოდნა გადასცე მოკლედ შენს გვერდზე მყოფ ადამიანებს და მოკლედ აი ასე დღევანდელ დღეს შევეცადეთ გვესწავლა როგორ უნდა ვებრძოლოთ ვნებების უეცარ შემოტევას, ხო, როდესაც წუთისოფელი გვიტევს და ფორიაქი რო შემოვიდეს შიგნით და ეს პანიკურ შეტევებს, ეგრეთ წოდებულ პანიკურ შეტევებს, რომელიც დღეს სამედიცინო ენაზე ასე ჟღერს, როგორ უნდა გავუმკლავდეთ, რომ ფსიქიკით და მშვენიერი ნაწილით ამას ვერ გავუმკლავდებით, ოდესღაც აუცილებლად ეს დაგვიტანს და წაგვაქცევს. ამაზე გამკლავება შეუძლია მხოლოდ სულს შეუძლია გონიერ ნაწილს, გონით ნაწილს, სადაც ღმერთი მოდის და ღმერთთან ერთად ადამიანს შეუძლია გამკლავდეს ამ წუთისოფლის გარკვეულწილად სულისკვეთებას და მისგან მოყენებულ ზიანს. მაგრამ ამას სჭირდება ყოველდღიური შრომა და ამას სჭირდება მოკლედ ინტენსიური ურთიერთობა მოკლედ ღმერთთან ლოცვაში და მისი მცნებების შემეცნებასა და აღსრულებაში. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ ყველას, შენდობას გთხოვთ ყველას, მოკლედ თუ რამე ისე ვერ ვთქვი, ან გადავაზედმეტე, ვინმე შეიძლება გული ვატკინია რაღაცა, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ მოკლედ განზრახვა მსგავსი არ მქონია და ყველა ადამიანი მინდა რომ მიყვარდეს და ამას ვეუბნები ხოლმე ღმერთს, რომ ყველა ადამიანს უყვარდეს ყველა ადამიანი და ერთმანეთისთვის სიხარულისა და ბედნიერების მოტანა შეგვეძლოს ნამდვილი ჭეშმარიტი სიხარულისა და ჭეშმარიტი ბედნიერების. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ ყველას.